მოგესალმებით კვლავ ისევ ეთერშია მუნდიალობები და ისევ ჩავაგოკლოზინეთ ნიუსს კიდევ ერთი ეპიზოდი. მოგესალმებით. პირველ რიგში როგორ ხართ? კარგად. ცოტა მოწყენილი მსოფლიო დასრულდა, მაგრამ ზოგისთვის ისე, ზოგისთვის ასე. თან ბედნიერებიც. ნუ ნეიტრალური გულშემატკივრისთვის მე მგონი არ იქნებოდა უვიკო. ფინალმა ცოტა იმედი გამოსცვა მე როგორც ნეიტრალური გულშემატკივარი რო ვიყო არ მომეწონებოდა ფინალი. ჩემპიონშიპში მაინც უნდა გაწყვეტოს. ხო, მე არც ერთ სცენარია არგენტინა ბარსა რავი ახლა. არგენტინა ესპანეთი ბარსა, ხო, გასაგებია რომ არც ერთი ფინალის სცენარი არ ისე არ გამანადგურებდა. ნუ თან. მანამდე სანამ მუნდიალზე ვიტყვი ცოტა შევეხოთ დინამოს თამაშსაც და დილას. ქართულ ფეხბურთს მიულოცოთ ჯერ დინამოს და დილას ორივე გავიდა შემდგომ ეტაპზე, მაგრამ ძალიან ბევრი გვანევიულეს. განსაკუთრებით დინამოს თამაში უყურე მე დილას გასვლა არ მინახავს. დილაზე თქოს რომ იქ მეკარეკერესენ რაღაცა ძალიან მაგრად ვითამაშა და პირადად მისი დამსახურება რომ საოცარი მატჩი არ მინახავს მატჩი ვერაფერს ვიტყვი. დინამოს თამაში ვნახე და აი კლასიკა იყო ეგ როგორ შეიძლება დაისადოს გუნდი რომელიც თავის მომენტებს ვერ იღებს. ძალიან ბევრი ქონდა გასატანი იქამდე და როცა მასე მიყავს საქმე მე სადღაც შეიძლება ერთი მომენტი ყველა შეექმნას არგენტინის გადაწყდა ფინალში არგენტინა და რომელიც არის გემარიკები ერთი მომენტი ყველა შეიძლება შეექმნას და ეს მომენტი ჩაუვარდათ იქ პატარა ლორიას შეცდომაზე შეიძლება ლაპარაკი მაგრამ მე ისეთები აიღო ლორიამ და ისე გადაგვარჩინა რამდენჯერმე რომ სიტყვას ვერ იტყვი მაგაცე აუქს აი კვარარო შემოვიდა თამაში ეგრევე დაეთხო თამაშს გამოცოცხლება და განსხვავება შექმნა ეგრევე. მართლაც სუპერ შემოსვლა ქონდა მაგით და მე მგონი 6 წუთში აიკიდა ეს პენალტი. და მე არ მესმის პენალტი რატომ უნდა დააწყოს. გუნდში 2 დღის მოსულმა კაცმა მე მგონი ძირითადად შენ ნათამაშებიც არ ქონდა. პირველი თამაში იყო, ხო? ბასკოს სასტაფში იყო და არ ვიცი საშუალება ეთქვა. გუნდში დამრთმელი არ უნდა ყავდეთ ისეთი რომ აი სტაჟიანი დავთქვა რომელსაც ენდობიან ასეთ დროს. ხო და რა ვიცი პირველი მივიდა გუნდთან და ცუდად დააწყო. ძალიან ცუდად დააწყო და მე კინაღამ დაგვიჟდა ეგ ძვირა. მე კი გამოვასწორა უკვე თავის შეცდომა დამატებულ დროში და თვითონ აიკიდა ეს პენალტი რომელიც მინუამ აქცია ხო და საბოლოო ჯამში გავედით მაგრამ არასაჭირო დაძაბულობა და ძალების დახარჯვა მოუწიათ მოკლედ ვთქვა. კეთბას კომენტარიც ნახე და მანაც ეს თქვა რომ არ შეიძლება ასე მომენტებს როცა ანიორდნენ რაღაცა დაგიჟდის ფეხბურთი არ შეიძლება ამდენი მომენტის ასე გამოვიყენებო მაგრამ გაყოფილი და ახალ ფეხბურთელებზე ვიტყოდი რომ ტეიშეირასაც ძალიან ბევრს ათხრებს ჯერჯერობით ბუს და ეთქობა რომ გუნდურობის მხრივ ჯერჯერობით მოიკოჩებს ეს არც არა გასაკვირი ჯერ ვერ მოასწრებდა შეთამაშებას და ბაც ახლა იწყებს და ნახოთ თუ მომატების რესურსი აქვს იმედია მოუმატებენ ორივე და ყვარაზე რა უნდა ძალიან დიდი ტალანტი ყავს მისი სახით ძალიან დიდი მოფრთხილება ჭირდება და იმედია ქართული ფეხბურთისთვის კიდევ ერთი ახალი სახე როგორ აი ხვიჩასნაირი მოძრაობებია მაგრამ მე ტორპედოზე ჩემს სამწუხაროდ ტორპედოსაც დაემართა განსაკუთრებით უსიამოვნო ინციდენტი რომ იყო თანებსა და ფეხბურთელებს შორის და იმედია მაგნუდის მდგომარეობაც გამოსწორდება და რაღაცები უკეთესობისკენ წავა იმიტომ რომ ძლიერი ტორპედო და ჭირდება ქართულ ჩემპიონატს ხო რა რაც ყოველთვის ვიძახდით რომ თბილისის დინამოს პრობლემა აქვს აი მომენტის რეალიზებაზე რა. ზაბეურ მომენტს ქმნიან, თან ისეთ მომენტებს ქმნიან რომ გეგონა ხატავ წელში და იმაში კარგად გიწევი და აი ბოლოს აი როგორ ფინიში ვერა რა არ ვიცი ეს სიბრალია თავდამსხმელი მაინდა-მაინც ყავთ, მაგრამ ეთყობა ისეთი მაინც არ აყავთ შეიძლება აი რო შეასრულებს რა ეგეთი ტიპი ჭირდება ჩემი აზრით დინამოს იმედია კეცბაია მაგაზე იფიქრებს დაცვაზე არ კიდევ ყურადღება გასაკეთებელი და ხო რა კეცბაიამ რაც თქვა იმას დავამატებდი რომ კი მოვიგეთ და კი გავედით შემდეგ ეტაპზე მაგრამ ეს არ არისო ის რომ ამითი მაყოფილი ვიყო რა იმიტომ რომ შემდეგი უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე იქნებაო და იმასთან ესე ვერ ვითამაშებთო და ამ ყველაფერზე ვიფიქრებთო და ამ ყველაფერზე ვივარჯიშებ და გავაკეთებ ჩვენსაც მე დიდი იმედი მაქვს ბატონი თემურის იმიტომ რომ მე მაგ ადამიანს ვენდობი ასე თუ ისე რა ანუ მაგას გამოიცხულია გუნდიო დააქციოს თუ არა აყვავა არ დააქციოს რა ეგრე მგონია და სადღაც ჩემი აზრით და უნდა შეიძლება გავძვრეთ კიდევაც რა იმაზე უარესა დინამო რა დღესაც იყო ვეღარ დააქციოს ხო რა და ეხლა ის იმაზე მდგომარეობაში ვეღარ ჩავარდება და რაც თავარია ხალხი დადის და აი მაგან გაასწრო აქვე ერთიც ვახსენოთ მაგრამ ახლა დაიდო ინფორმაცია
თორნიკო კვარაცხელიას ბარსა აკვირდებოდა და ძალიან კაისი ახლა ბაიერნზე ისედაც უცით რომ ინტერესი არის და სიმჯებზეც იყო და რაც უფრო მეტი გრანდისგან ექნება ინტერესი, მით უკეთესი, ძალიან კაი ვარიანტია ბარსაც და ბაიერი. უბრალოდ მე ისევ ჩემაზე დავუჩები, კი კაია ეს იქით წასვლა უცხოეთში უფრო განვითარება, მაგრამ ის წავიდა, ბართიშვილი წავიდა, ბედოშვილი წავიდა. ხო წავლენ. ანუ წავლენ ხო, მაგრამ მასეთ ხალხს ვისაც ბარსას შეუძლია. მე ვიძახი რომ აქ რო ანუ ამიტომ საქართველოს ქართულ ფეხბურთში უნდა მასეთი დონის ხალხი ვერ დარჩება საქართველოში. როდესაც ასეთი მაშინ ერასდოს ვერ გამვითარდება. შენ კლუბი ბარსელონა ვერ გახდება კი. ბარსელონა არ ვიძახი, მაგრამ მაგალითად აი ბელგიის დონის რაღაცა გახდეს რაღაცა ხო და მაგას რატომ უნდა შეეწიროს ასეთი ტალანტების კარიერა რომ ეს ბელგიის დონეს ვერ გახდება, მაგრამ გასაგები ვაიმას გავამბობ რომ არ უნდა ჩახო ვინდა რომ ნაკრებმაც მიაღწიოს. ნაკრები და მინდა რომ ქართულ ფეხბურთში ემოვიდეს მარტო ნაკრები ჩამოდის ორჯერ სამჯერ ითამაშებს დაიშლებიან ისევ და მინდა რომ აი გუნდებშიც იყოს რაღაცა ხო მაგრამ მაგას ვერ იზამ და მაშინ უღავთხოვთ რომ აბა გაძლიერებას როგორ გაძლიერდება მე ისე უნდა მოიყაროს არიან მასშტაბის ქართული ფეხბურთელებიც რომელიც საქართველოს დონის ჩემპიონატებში მიდიან და რეალურად შეუძლიათ რომ აქ მაგრად ითამაშო მაგათ მოთხოვე იქ ვერ გაკაჩავთ იქ ვინც კაჩავთ ბარსას და ბაიერნის დონეს სიტყვაზე იმას ნუ მოთხოვ ახლა აქ დარჩი მაგაში არის ხო მე ვიძახი რომ ხო და ზოგადად ქართული ფეხბურთის აწევა ზევით არის მნიშვნელოვანი კი მაგრამ არა იმდენად მნიშვნელოვანი რომ მაგას ვთქვათ ვიღაცა სუპერ ტალანტი თუ გეყოლება ეგ შევწიროთ აქ მე ვერ გავაფუჭებდი ვერავის და ეხა უკვე ეს იბერია რო ესე იბძვის და ესე გადის და აკეთებს ამ ყველაფერს მერეც ეგრე იზავს მე ხო ჩამოვა ბიჭო რა სიზამ ახლა პარტიშვილს ახლა ვერ დაუშვი მაგის გამო ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციაზე ესეც უნდა ითქვას მე წინააღმდეგი არ ვარ კაცო პირიქით გამიხარდებააც უფრო წავლენ და მიიღებენ გამოცდილებას ახლა თუ მართლა ბარსელონა მიყიდა თორნიკე იქ ვაფშე მხეცი გახდება მაგას ზოგადად ეგ გეგმა რა გააჩნია ჩვენი გეგმა რა არის ქართული ფეხბურთის განვითარებას რაზე დაყრდნობით ვაპირებთ თუ გინდა რომ საკლუბო ფეხბურთი ინდონეზიაზე ავიდეს როგორც ბელგია სიტყვაზე მაგას სხვა დონის სჭირდება ყველაფერი სხვა დონის უნდა გქონდეს ხო და მაგას ვიზახ ფეხბურთელი ვერ გაჩერდება თუ სხვა რაღაცებიც არ შეუძლო ხო ეგ არის სისტემა უნდა შეიცვალოს ზიანა ყველაფერი ბიზნესად უნდა ტელევიზიებიც აჩვენებენ და რაღაცა მაგხრივ გამოსწორდება ახლა მოდი და შენ ბარსელონაში მოწახო და დაელოდე ეს ბელგიის დონის გახდება სიგიჟე აი ბარსელონაში არა მაგრამ სიტყვაზე გენკიო სიტყვაზე რაღაცა რუსეთში რომ მიდიან იმეებში რომ ხო მაგათ კიდე რუსეთში და უკრაინადაც ვერ ითქვა ახლა რუსეთსაც ჩვენზე მაგალ დონე ყველაა მაგელი მაგრამ იმხელა სხვაობა არ არის ახლა რომ იმართლა მან გავარდე ნუ ეგენ კიდე ისე დონის არ არის რომ იბატურებ აი მაგეთ ფეხბურთელებს კიდე მოთხოვ დარჩენას ახლა იმ მასშტაბის ფეხბურთელები ვერ მოთხოვ სამწუხარო რომ საქართველოს ჩემპიონატში დარჩი ერთი რეალობა ფიჩენს პრობლემა და მე დავამატებ ხო რა ვიცი ერთადერთი ის იმის თქმა მინდა რომ კარგი არის რომ გავიდნენ ქართული კლუბები სამწუხარო არის რომ ტორპედოს ესეთი რაღაც მოუვიდა არავის არ გახარებია დარწმუნებული ვარ უმეტეს ქართულს არ მგონია რომ გახარებოდა ქართული კლუბის აი ესეთი მარცხის და ესეთი რაღაცის ნახვა მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გამოსწორდება ეს ყველაფერი გამოსწორებადი არის დამოკიდებული არის იმაზე თუ რამდენად სერიოზულად მოეკიდებიან ამ საქმეს როგორც ტორპედოში ისევე ყველა ქართულ კლუბში თავარა ყველაფერი კარგად წავიდეს, კარგად წარიმართოს, გეცნობ სწორედ ყარა ქართულ ვარსკვლავებზე, ქართულ ტალანტებზე რა. აქ თუ შენ საკმარისი პირობები არ გაქვს ავარჯიშო ეგ ერთი. შენ თუ ბაზა არ გივარგა, შენ თუ ელემენტარული პირობები არ გაქვს, ანუ გასახდელი არ გაქვს, შენ თუ მთლიანად ჩემპიონატის დონე არ გაქვს. მართლა ვერ მოთხოვ ესე და ჰაერზე ვერ იტყვი რომ იცი რა იყო არა რადგან შეიძლება ბარსელონას წავიდეს, მოდი იცი რა 2-3 წელი დავტოვოთ და იქნებაზე ვერ ვიქნები დამოკიდებული რა ანუ თუ პატარა წინსვლა მაინც არ იგრძნობა ქართულ ფეხბურთში ჯერ მაინც ვერ ვიტყვით ესე რომ რაღაც ძალიან დიდი ნახტომია არა ნახტომი ისე ვიქوارთ ჯერჯერობით ხო სადაც ისე ვიქوارთ მაგრამ აი ეს პატარა წარმატება იგივე დინამოსი იგივე გორის დილასი ხო ეს და იბერიის ეს უნდა იყოს წესით გარდამტეხი და მოტივატორი ქართული კლუბების და ზოგადად ფედერაციის რომ უფრო მეტი
შანსი მისცენ ფეხბურთელებს მეტი პირობები შეუქმნან გვერდზე დაუდგნენ და რაც შეიძლება მეტი საშუალება მისცენ რომ ფეხბურთელები გავითარდნენ თორე ფეხბურთელის ესე დატოვება და იმის იმედზე ყოფნა რომ აი ხა 2-3 წელიწადში საქართველოს თუნდაც სომხეთიდან აზერბაიჯანის დონეზე განვითარდება ან თუნდაც უნგრეთის დონეზე ეს ძალიან დიდი სისულელი არის მე მაგაში ვერ დაგეთანხმები, იმიტომ მე ვიძახი, ეხლა არ ვიძახი, სამომავლო პერსპექტივით. სამომავლო პერსპექტივაში ასაკი მოემატება ფეხბურთელს. ხო და მე ხო დრო გადის. კიდე თაობები ხო წამოვა. მაგას არ ვამბობ, კაცო, თაობა რო წამოვა, ვიცი, მაგრამ ასაკი ემატება ფეხბურთელს. მე ვეღარ იღებს საჭირო იმას აქვია პრაქტიკას, ვეღარ თამაშობს, ჯვარი წერია შეიძლება ხასიათზე დაეწყოს ეს ყველაფერი. ბიზნესი თუ არ საერთოდ ფეხბურთში მაინც არ ამგონია ფედერაცია მაგას არის ვირი. აი ხა ჩემპიონთა ლიგაზე რო გადიოდეს ესე. მაშინ არჩევა ვისა თუ შევა მაინც არ დარჩეს, იმიტომ ხა ბარსა და ის და მაინც ჩემპიონთა ლიგას თავიდანვე კონფერენს ლიგაზე რო ანუ იმპორტში დაშება იქიდან წამოიყვა ვიღაც ფეხბურთელის სიტყვაზე, ვიღაცა მაინც წამოვა რა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობ, ხა შეიძლება ის ვაფშე თამაშობდეს გუნდი ლიგაზე და თუ წამოვა, გამოგადგება ეს ორი სეზონი. რატოა? ანუ მაგდონემდე უკვე მოთხოვა, აი ჩვენ ახლა მე რო და აი აიაქსსაც დაემართა, ეგ არ მინდა მოიაროს დინამო. დინამოს ვარესი დაემართა პრინციპში დინამოს აკადემიაში ვინც იყო ყველა გაიქცა, მაგრამ ვერავის ვერ მოთხოვა ხო. აი ხა აიაქსის სკოლა ხო განთქმული იყო იმენა, რომ საუკეთესო ფეხბურთელები მიდიოდნენ გაუქმდა, მაგით აიაქსის პოლიტიკა, ეგ აიაქსს მაგას აკეთებს შეგნებულად, ისე როგორც ვალენსია და ლიონი და საგაღარა. ჩაუვარდა ეს და მორჩინა დაამთავრდა ხო ყოველ ჯერზე ერთი რეგიონი შეინარჩუნებინათ დაადებდნენ ლიგაზე. ხო არაკეთებდნენ. დიდი ალბათობით ახლა ეგ სასახად ვერი. შემთხვევაში 2019-ში ყოლნახეთ ეს აიაქსი. მეტი შედეგი ექნება. რა შედეგზე გავიდა. არა ეგრევე დაყიდეს. ხო და კიდე რა თქმა მინდოდა ქართულ ფეხბურთზე. ხო, იმას დინამოზე რო ახსენე, ახლა ქეძვას მომენტების გამოყენების თემა. აი ერთი ფიქრი, რა ვიფიქრე თამაშის დროს, იცი, ქეძვა რო იმ დროს ყოფილიყო მწვრთნელი აქ ესპანური ის რო ყავდა, ჩისკო და რაღაცა. აი ეგენი კარგად იყენებდა შანსს. მასეთი თუნდაც მოიყვანო. ხო და ეგეთი მოყვანა კარგი იქნებოდა. მაგაზე არ ვარ წინა. მაგდონეზე ვიძახი, თორე არ ვიძახი ის ბელინგემი მოიყვანე მეტი მაგას კი. მაგაზე მეც ვინაა გასულ წინა. შეხედე იცი ხა მაგაზე. ფიფიამ. ეგ მომივიდა უცებ თავში. ხო, ფიფიამ ეგ გააკეთა მაშინ კარგად და ის ალექს გარსია რო ჩამოიყვანა, ეს ჩემი ცოტა დრო უნდა მიეცათ იმისთვის და უფრო უკეთეს შედეგს დადება ძალიან ეგრევე ეცნენ და გაუშვეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ გუნდმა კარგად ითამაშა რა, კარგ თამაშს თამაშობდა და სანახაობრივიც იყო და მომენტებსაც იყენებდა ის ხალხი. კლასიც ჰქონდათ, ლა ლიგა დათამაშები ხალხი იყო. ხო, ეგეთი დონის ფეხბურთელები, ო, ნეგენ კარიერის ბოლოს თუ წამოვდნენ აქ, თორე ასე ვერ ჩამოიყო. და აი მაგას ვიძახი პატარა, აი თუნდაც აი რეიტინგი ხა ეს წარმატება აიმში ვერ წამოვიდა, მაინც წარმატება, თორე რაღაც რეიტინგშიც იყო წავიწებით. ეხა თუ კიდე გავედი, თუ კიდე მე გავედი, რაღაცა თუ მოხდა სასწაული და რაღაცა ხო აუზადო. ის ფეხბურთელების დაფიქრდებიო, ღირს არა ხა. მაინდა-მაინც 40 წლის ადამიანი ხო არ წამოვა სულ. ძალიან ბევრი რაღაცის მოფიქრება შეიძლება თუ გინდა კონკრეტულად ჩემპიონატი, მაგალითად შახტარი როგორ მოიხოდა ხო თავის დროზე ბრაზილიელები მოყავდათ ძალიან ბევრი და იმ ბრაზილიელებმა იცოდნენ რომ აქ მოდიან იმისთვის რომ მე აქ ითამაშებენ ლიგას და იმ ლიგიდან მე ვიღაცა კაი გუნდი წაიყვანთ აქ და კარგად ითამაშებენ. ასე პროექტს შეესთავაზა ბრაზილიელებიც მოვა. კაი ბრაზილიელებიც მოგივა. ხო მაგრამ მაგას ბიზნესი ჭირდება. მაგას ფედერაცია ვერ იზამს. გამოჩნდა აბრამოვიჩები. მაგას ჭირდება ბიზნესად გადაქცევა ფეხბურთი. კაცი აბრამოვიჩი. და ცოტა ჩემპიონატის მოხდა. კი, ყველა მაგას იძახის და ეხლა თემურმაც ხო საუბრა ერთ პოდკასტში აქ თბილისის გარდა საცხოვრებელი პირობებიც კი არა რომ ოჯახით ჩამოვიდეს ვინმე და იცხოვრება ხო არა მარტო ბაზაზე სიარული ფეხბურთის გარდა აი მე შეხვდეს იმას თუ შევეხოთ რა ბიჭები ვარჯიშობენ აქ და დადიან იქ და დადიან სათამაშოდ იქ ეს პრობლემა ანუ ელემენტარული რატო შევეხებს მე შეხვდეს ძლივს გუნდი კვალიფიცირდა ეროვნულ ლიგაში და ეხლა ისევ აი რაღაც პრობლემების და რეგრესის გამო გუნდი ისევ უნდა გადავიდეს იმაში რა მეორე ლიგაში და ისევ უნდა იწვალოს რატო ბიჭო პირიქით მიეცი მეტი გასახანი მიეცი მეტი ის მიეცი რა თქმა სტიმული მიეცი რომ მეტი мотиваცია გქონდეს ხო ეს ყველაფერი ხო ფინანსებზე და ბიზნესზე არის დამოკიდებული მარტო ფედერაცია და მარტო იმის ლაპარაკი ფედერაციაში არაფერს არ აკეთებენ მაგის ლაპარაკი ეგ არის გამორიცხული ეგ კრიტიკა საჭიროა მაგრამ შოიდა ლაპარაკი მარტივია მაგრამ იცი რა მოდი აბა ბიზნესის მხრიდან შევხედოთ ამ ყველაფერს ანუ რამდენად კარგი იქნება რომ ქართული ფეხბურთი განვითარდეს
და რამდენად კარგი იქნება ფეხბურთელებისთვის და ქართული რა ჩემპიონატისთვის. თქმა უნდა, ფეხბურთი ყველასთვის კარგი იქნება. იმის ლაპარაკი რომ აი ესე ქართული გუნდი ვერ გადის, ვერ თამაშობს, ბიჭო, ვერც ერთი გუნდი ვერ ითამაშებს ეგრე. არ უნდა შევედაროთ, კი ეხა ესპანეთი, გერმანია, ინგლისურმა შევედაროთ, მაგრამ თუნდაც ჩემი აზრით, აი ყველაზე ცოტა უნგრეთის დონეზე მაინც შეგვიძლია რომ რაღაც პატარა ის ვთქვათ, ანუ ბიზგი რომ მივცეთ რა. იმიტომ რომ თუ გვინდა რომ ქართული ფეხბურთი განვითარდეს, რაც ყველას უნდა. მე ადამიანი არ მეგულება უცად ზეგა უნდა რომ ქართული ფეხბურთი წინ წავიდეს და განვითარდეს. მაგრამ არა ძმაო, შეხედე ფული რა შეიძლება ეხა კონდიციონალ გამოდავა. ვიღაცამ რაღაცა იყიდა, იქ მიწა იყიდა. ის სახლი, 7 სახლი იმაში რა ქვია, წყლეთში 8 სახლი კოჯორში, ბინამი და იქ რა თქმა ჩადე რა, ანუ პერსპექტიული რაც არის და ქვეყნისთვის კარგი რაც არის და ქვეყნისთვის მაღაზია რო გაკეთეს აქცენტი ხოჯობია და სპორტზე მით უმეტეს. ქეძმამაც ყოილაპარაკა ფოთაშორის მაგაზე და კიდე მე შახტის იმან თქვა დირექტორმა ერთ პოდკასტში რომ ერთი ბიზგი უნდა რომ ეს სამე თუ შეძრა ქართული კლუბები მე ბიზნესის მხრიდანაც უკვე დაინტერესება წამოვა. ხოდა ფოთაშორის მე შახტის ახან შევეხეთ. აქვე ვიტყვი რომ ვლადიმერ გურგული წავიდა 4 წლიანი მუშაობის შემდეგ გუნდიდან როგორც ყველა მე შახტის გულშემატკივრის სახით მადლობის მეტი არაფერი გვეთქვის ამ ადამიანის მიმართ და ძალიან წარმატებული და ნაყოფიერად იმუშავა გუნდში. მოვიდა ახალი მწვრთნელი, ახალბერჩეტიანი და წარმატებები უნდა უსურვოთ მას და იმედია მე შახტე დაძლევს ამ კრიზისს რომელშიც ახლა და ყველა პრობლემა რომელიც ძალიან ბევრი პრობლემაა ახლა გუნდს ნელ-ნელა მოგვარდება. ეტაპობრივად თანდათან ყველაფერი გამოვა. აი ეგ მინდა მე ცუდად რატოგებულობ ჩემათქოს. რაღაცას დაემსგავსოს. მეც მინდა დაემსგავსოს, მაგრამ ფულია საჭირო. ნახე ის ხარჯზე არა იცი, ვიღაცებ თორნიკესნაირ ტიპებს რო კარიერა არ წავართვათ ეგრე რა. ანუ ეგეც არა, მაგას არ ვიძახი, მაგრამ მე ანუ თუ უშვებ, მაშინ რაღაც მომენტში ვიღაცის მოყვანაც უნდა შეგეძლო. ბიჭო, და ისე. ხო ნახე ფული უნდა გააკეთო მაგითაც, ხო? ტრანსფერი კეთდება რაღაცა და მე ის და კაპიტანად კიდულობენ ხა ამათ და გაყიდია მე თუ რაღაცა და გაყიდია 200 მილიონებად და 100 მილიონებად. და მაგრამ ეგ უნდა დაახარჯოს სწორად. მოკლედ ამ კვირაში ბევრი რვარული გავაგზავნოთ კიდე ქართულ ფეხბურთზე. თამაშები აქვს ქართულ გუნდებს, იბერიაც თამაშობს, დილას, დინამოს. იბერია და დინამოს სახშია და დილა გასულა, ხო? ხო, დილა გასულა. წარმატებები ყველა გუნდს იბერიაც და დინამოს. დინამო ნუ მესხზე ითამაშებს, ისევ სახში ითამაშობს იმის გამო რომ სტადიონს აქვს პრობლემა. წარმატებები ნებისმიერ შემთხვევაში ქართულ გუნდებს და მივიდეთ სტადიონზე მაქსიმალურად. ეს პოდკასტი რო დაიდება მაგის მერია თამაში. ამიტომ ახლა გეტყვით რომ მივიდეთ მაქსიმალურად სტადიონებზე და უკომაგოთ ქართულ გუნდებს. უკომაგოთ წარმატებები ყველა. წარმატებები ჩვენ გუნდებს აუცილებლად. გადავიდეთ. ტორპედოს კიდე გამძლეობა და გაძლიერება. გადავიდეთ ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე. და დავიწყებ ფინალით, რომელმაც ცოტა იმედი გამიცრუა იმ ხრივ, რომ თამაშს ასეც არ ველოდი. ნუ შედეგი გამოვიცანეთ. ჯერ კიდე მეოთხე ფინალი რო იყო, მაშინ ვთქვი, რომ აქეთაბადიდან გახდება უეჭველი რომელიმე ჩემპიონი, ან ესპანეთი, ან საფრანგეთი თქო. და ფინალის წინაც ვამბობდი, რომ ესპანეთი 51% ვაძლევდი ესპანეთს და 59% საფრანგეთს, არგენტინას ფინალის წინ და რეალურად არგენტინას ერთადერთი შანსი თქო, მაშინაც ვახსენებ, რაც იყო რომ ბრძოლად გადაექცია ფეხბურთი, ეგ სცადეს. მაგრამ რაც ითამაშა არგენტინამ, ამას მე ვერ წარმოვიდგენდი. არგენტინას 7 მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი დაუგროვდა უკვე ნათამაშები და დარწმუნებულად ასე ცუდი არგენტინა არც ერთ ფინალში არ ყოფილა. მე რაც მინახავს 78-იც მაქვს ნანახი ის რომ მოიგეს 86-იც მინახავს სული მატჩების ჩანაწერი. აი რაღაცა თქვი, მაგაზე 90-იც, 80 ისეთ ყველა ფინალი მოკლედ სოფიოსი 30-ის გარდა იმის ჩანაწერი არ არსებობს. არა დარწმუნებულად იქაც ეგრეთ წოდათ კარისკენ ვარ დაერთხათ ეგეთი ფინალი არ ექნებოდა. ზოგადად არგენტინას და სამხრეთ ამერიკას ახასიათებთ ეგეთი ფეხბურთი. ხო და მივარ მაგრამ პირველი წი არ არის. მოდ ეხლა ესპანეთთან არა რაღაც ჩემი ჩავალი. ხო და რა ძალიან იმედი გამიცრუა იმ ხრივ არგენტინამ რომ ტიპები ადგენენ და ითამაშეს ის რაც ინგლისმა ითამაშა პირველი გოლის მერე არგენტინასთან. მთელი თამაში იდგნენ თავის კარში. კი გასაგებია იქ ერთი დღით ნაკლები რო ქონდა მოსამზადებლად ეგ ფაქტორია. გასაგებია რომ აქეთ ძლიერი ესპანეთია რომელსაც ყველა შეაშინა, მაგრამ ასე არ უნდა ჩადგე კარში რომ ფინალში თამაშობდა და კარისკენ არ გაიხედა. ჩვენ მე ფოტოები ჩავუგდე და ამონათდება კიდეც რა სტატისტიკები იყო. 90 წუთი ისე მორჩა, თან 90 წუთს ხარს იმიტომ ვუსვამ რომ ვინმე არ დააბრალოს ეს ენცოს გაგდებას. 90 წუთი იყო ენცო მოედანს. 90 წუთი ისე მორჩა რომ არგენტინას კარისკენ არც გაუხედავს. ასე ფინალის თამაში მესმის დაცვიდან თამაშიც ვინახავს, დაცვითი ფეხბურთით ვინახავს.
კონჩეტებზე აგი ყველანაირი ფეხბურთები ნახავს, მაგრამ არც ერთი ეს ფეხბურთი არ გულისხმობს იმას, რომ კარისკენ საერთოდ არ გაიხედა. ეს რაღაცა იყო პარაგვაი, რასაც აკეთებდა საფრანგეთთან, კაბო-ვერდემ რო ესპანეთთან ითამაშა. ანუ 90 წუთი და კაბო-ვერდემ კარში მაინც დაარტყა. და მე მგონი პარაგვაიმაც დაარტყა საფრანგეთთან. შორიდან რო ხო, შორიდან რო დაარტყა ცენტრიდან. კაბო-ვერდემაც დაარტყა და მე მგონი საფრანგეთთან ერთხელ. იმ რაღაცა საზღარფებებში. ამათ არ ვიცი. საერთოდ ერთადერთი, რა ვიცი, ჰაილაიტი ფინალიდან არგენტინის რომელი იყო ძირითად დროში ვამბობ განსაკუთრებით და გოლამდე. არაფერი. ერთი მესის რო უყოლებდნენ წინ და უნაისი მომარო დაასწრო, ეგ თუ ჰაილაიტია ვინდისთვის არ ვიცი. მე იმ მადური არ ვარ ნამდვილად სკალონი რაც გააკეთა და ამ 4 წელიწადში რაც გაახერხა 2019-ში მოვიდა ეგ კაცი და 19-დან ეგ ნაკრები 26-მდე ასე მოიყვანა და ამდენი ტიტული დადო და ასეთი ფეხბურთი და ასეთი ემოციები გვაჩუქა, მაგის რა თქმა უნდა როგორც მესის კომაგი და არგენტინის კომაგი, მაგის სულ მადლიერები იქნება, რაც არ უნდა ქნას, მაგრამ ფინალი ითამაშა ძალიან ცუდად. ამას არ ქვია ფეხბურთი. მე ზოგადად ფეხბურთის გულშემატკივარი არ ვარ, რაღაცა კონკრეტული სახელის და გვარების გამო ან რაღაცა იმის გამო, ლოგოს გამო. ფეხბურთში მომწონს კონკრეტული სტილი, კონკრეტული გონია რომ ფეხბურთის თავარი დანიშნულება ჩემთვის თუ ნეიტრალური კომაგი ვარ არის ეს რომ ფეხბურთის გამო იყო მაქსიმალური სიამოვნება და არგენტინამ ფინალში ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ეს ფინალი გაეფუჭებინა და სიამოვნება და სანახაობა წაერთმია ჩვენთვის ითამაშა ძალიან ისეთი ფეხბურთი როგორიც მე პირადად არ მომწონს დაცვიდან მოთამაშე გუნდსაც შეუძლია ლამაზად ითამაშოს და შეტევებით შექმნას და თუნდაც პენლებამდე გაწუროს ისე რომ კარში მაინც დაარტყას რა და სერიოზული ჰაილაიტები მაინც შექმნას და ამ ფინალში ეგ არ იყო რაც აქამდე როგორ ვიძახდი აქამდე რომ თემი მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე კარგი გუნდი იმ მხრივ რომ სანახაობა დრამა ემოციები მუხტი ყველაფერი არის არგენტინის თამაშებზე ეგ ყველაფერი ერთიანად გააქრა ამ ფინალში და მივიღეთ რაღაცა პარაგვაი რაც ალოგიკური იყო მაგას ნახდა არ ველოდი კიდე არ ველოდი იმას რომ ჩვენ ვიცით მესისა და დანარჩენ არგენტინას შორის როგორი გუნდს შორის როგორი კავშირებია მოედანზე ესპანეთს ბრავო იმ მხრივ რომ მთლიანად გაწყვიტეს მესისა და დანარჩენ გუნდს შორის კონტაქტი. მე ისეთი შეგრძნება მქონდა რომ მესი რაღაცა ცალკე იყო და დანარჩენი გუნდი ცალკე და ეს მოახერხა ესპანელთა სწორმა თამაშმა. პირადად როდრის რომელიც MVP გახდა სხვათაშორის ტურნირის და ჩემი აზრით სულიერ დამსახურებულადაც პირადად როდრის ბრავო იდეალურად იდგა და ბრავო ესპანეთის ნახევარდაცვას. არგენტინა სიხისტეს გაუძლეს გააკრეს ანუ მესი და დანარჩენ სხვა ფეხბურთელს შორის ეს ქიმია სრულიად გაქრა. აღარ იყო ხო თითქოს რამდენჯერ იყო მონაკვეთი ერთს გამოყო მაინდა მოეთ ალვარესი რო იღებს გუნდს ანკაი პოზიციაში და მესი რო ხელს წევს. ტიპი ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეს ვერც კი გამოიხედა მესისკენ პასე ხო აღარა ლაპარაკი ეგრევე მოგუდეს იქვე. არადა ძალიან კაი მომენტი შეიძლება და მე შექმნოდა მაგრამ ძალიან იდეალურად ითამაშა ესპანეთმა ფეხბურთი არ ვიცი დელაფონტე არის გენიოსი ეს დადასტურდა და ამის შესრულებას კიდე შესრულება და აუ კუბასზე რო არ თქვა კიდე ერთი ორი სიტყვა ახალგაზრდა ბიჭი კუბასი ალბათ ჩემპიონატი დადო ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ხო დამსახურებულად გახდა ამავდროულად ამასაკში რომ სოფლიო ჩემპიონატზე განდობენ თამაშებს და ესე სტაბილურად და ესე კედელივით გახარდა ესეთი მნიშვნელოვანი ფიგურა ხდები ნაკრებისთვის ეგ ხო უკვე რამხელა ის არის წინადად უნდა ბიჯა და აქვე შევეხები იმას რომ აი კუბარსის აი ეს გაყინული ისა რა ქვია ფსიქოლოგია ანუ იმდენად წყნარად და დინჯად იდგა დაცვაში იმდენად მყარად იდგა რომ ვერც ერთმა ფეხბურთელმა არგენტინელებმა ვერ შეძლეს მისი წყობიდან გამოყვანა ერთ-ერთი მომენტი რაც იყო მაგაზეც ნამუშევარია წით ყველაფერი იდეალურად იმდენად სისტემა დელაფონტე იმდენად სწორი გათვლები გააკეთა და ტაქტიკურად იმდენად გააქრო არგენტინის ნაკრები აი რაც ბესონფა რომ მესის და არგენტინის შორის ქიმია გაქრა პირველივე წუთიდან ეტყობოდა რომ გამქრალი იყო ცალ-ცალკე იყო გუნდი და ცალკე იყო სხვა ცალკე იყო ეს ცალკე იყო ნაკრებსა გუნდი აი ეს არის ყველაზე დიდი ანუ ყველაზე თავარი რაც არის საბოლოო ჯამში ფეხბურთი მაინც წუთნელი იგებს რა გინდა არ გინდა თამაშს ანუ თანამედროვე ფეხბურთში როლი არის გადამწყვეტი რომ წუთნელმა გააკეთა ეს წუთნელის თამაში ფსიქოლოგია ძალიან იმოქმედა და მოსწავლე და მასწავლებლის ის იყო სხვათა შორის ანუ 2017-ში სკალონე და დელაფონტე ერთად მუშაობდნენ იმაში რა ქვია რომალიჩი ეგ არ მახსოვს მაგრამ ერთად მუშაობდნენ ძალიან ბევრი რამე სკალონი დელაფონტესგან ისწავლა. კი, ანუ იდეაში გამოდის ეგრე რომ დელაფონტესგან ისწავლა ლიონელ სკალონემ ცნელობა.
კი, დიდი იმედი მაქვს, რომ ასე ბევრ რაღაცას კიდე ისწავლის, იმიტომ რომ ბესოსთვის არ იყოს, ეგან ბესო აღნიშნა, რომ ის კალონესგან აი ესეთი 2019-ში გუნდი ჩაივარა, აი ამდენი ტიტული დადო, მით უმეტეს მარტივი არ არის. მაგას არავინ არ დაუკარგავს. ლეგენდაა ეს ასე არგენტინული უკვე ფეხბურთისტვის. ოქოს ასოები ჩატარებული მენოტის და ბილარდოს ვერტიც შევიდა მწვრთნელების სიმსიარში, რომელიც ამიტომ კიდევ ერთხელ იმას განმეორდები, რომ 21 დღევანდელ ფეხბურთში ყველაზე დიდ დროს მწვრთნელი თამაშობს. კუბარსეზე უნდა ვთქვა კიდე რომ მე კანავარომდე არ ვიცი ვინმე ეგეთი მაგარი მსოფლიოთი ალბათ ბეკენბაუერი თუ გამოირჩევა კანავაროს მერე რომელიც ოქროს ბურთი აიღო იმ წელს 2006-ში მაგის მერე მსოფლიოზე მცველს ეგეთი პერფორმანსები ქონოდა მე იშვიათად მახსენებ კი იყო იქ მარანის კარგი თამაშიც გახსოვს 18-ში იყო რომეროს კარგი თამაშიც გახსოვს 22-ში მაგრამ ასეთი დონე მცველს დაედოს და არ მინდა მარტო იმაზე რომ არ გავამახვილოთ ყურადღება ზოგადად 4 მცველზე იქნება კუკურეია ლაპორტი განსაკუთრებით რომელიც ცოტა დაუფასებელია რაღაც ფონდში ძალიან მაგრად იდგა მთელი ჩემპიონატი ოროც კარგად იდგა ლორენტეც როცა თამაშობდა და როდრიზე ხო საუბარიზე როდრია როდრი ალბათ იმას როდრიზე იმას დავამატებ რომ აი სიტიში რო პრაიმში იყო და აი ძალიან მაგარი იყო და აი ეგ როდრის და გვარდიოლას ბუსკეტსის ვაიბი მოყვება გვარდიოლას უკან სათავშორის კაი მსოფლიო ექნება ოჩახებს ცორნიებები ხო მოკლედ მე იმას დავამატებ დავიწყებ კუბარსით რა თქმა უნდა საუკეთესო იყო ერთ-ერთი და ცენტრალური ცვლა და ჩვენ მე და ირაკლის შეყვანილი გვაქვს საუკეთესოებში და მასში ხალხმა რამდენიმე გაგვაკრიტიკა ამის გამო კუბარს არ უნდა აქაო მაგრამ იმედია დღეს ნახავდით რაც გუში ნახავდით ამ თამაშს მთელი მუნდიალის განმავლობაში რეებს აკეთებს ეს 19 წლის აქეთ ყავთ კიდე ლაპორტი ანუ მაგას ხას დატოვსვა ეს 19 წლის არის ეს 60 და ერთად აი როგორ კარგად უზავდებიან ერთმანეთში აი პირველი არა ის მუშაობს ეგ არის რა ანუ ეგ არის ანუ დელაფონტე მიცის გუნდი როგორ იდეალურად ანუ იმდენად ტაქტიკურად იმდენად სწორად იმდენად სწორი მითითებები და გარიგებები გასცა დელაფონტემ თამაში დაწყებამდე ნუ გამოჩნდა ფაქტ სახეზეა რომ გააქრეს რა ანუ არგენტინა როგორც საფრანგეთი გააქრეს და როგორც კილიან მბაპეს არ ქონდა მბაპეს კიდე უფრო მეტი მომენტები მაინც ქონდა ანუ იმდენად არ ქონდა რა ანუ როგორც მბაპე გაქრა ესპანეთთან ისე გაქრა მესი აი მანდა მაგასაც იგივეს გეტყვი რა ანუ საფრანგეთსაც ხო რომ ვთქვა უშანსოდ მოუგო რა ეხლა მე ვიტყვი რომ საფრანგეთს მაინც უფრო მეტი საფრანგეთი ისეთი რომ რა ვიცი მაგრამ მაინც ვერაფერი ერთადერთი გული რაზე წყდება რაც არ უნდა იყოს მესის დაკნინება არის ძალიან სისულელე ანუ უნდა იყო აი ეს იმ დახურა ფეხბურთი მართლა ადამიანი ისედაც სოფლიო ჩემპიონი არის და აგერ მეორე ფინალი დადო ფინალი ითამაშა და იმის მაგივრად რომ ფეხბურთელებს მართლა რაღაც 2-3 მომენტი მაინც შეეფა და მესი დაეტოვებინათ დასარტყმოს სივრცეზე რასაკეთებდნენ მიდიოდნენ შეტევაში და ეგრევე ან ჩაწოდებას ან აწოდებდნენ ან კიდე უკაპასი კეთებოდა იქ სადაც მესი არის ესპანელები მესი თვითონ გააგიჟეს ბიჭო ანუ მე ეს მესიც ხო რაღაც მომენტში აგრესიული იყო ხოლმე რაღაცები და უფრო თავის გუნდელების გამო იყო მასეთე და მე ამაზე იყო და მაგრამ მე მგონი ეგ უფრო გუნდელების ბრალი იმდენად არ იყო ესპანეთის სწორი ტაქტიკის რომ არ დაანახეს მესი ეგ ხო ისეც ისე რომ ეგრე ითამაშებდა ესპანეთს მე არ მჯერა რომ არ ხო მაგრამ შესრულება წარმოიდგინე 90 წუთი ისე შეასრულა რომ ერთი ან ორი მომენტი არ ჩაუვარდეს ეგ ძალიან რთულია ხო აი რაღაც იდეალურად შეასრულა და ამაზე მე მოეშალა თავს ხასიათი დაკარგეს და მაგაზე შევეხედი ხა არგენტინის ნაკრებს ორი რა აი ამ ფინალზე რა ორი სიტყვით ვიტყვი რა არგენტინამ ითამაშა ჯერ ერთი ჩემპიონის ყოველ გაუგებარი ფეხბურთი ანუ ვერ მივხვდი რა დანიშნულება ქონდა ამ ფინალს მათთვის მიზანი რა იყო ვერ გავიგე არგენტინა ანუ პენლებამდე მიდიოდა არგენტინა როდესაც ესპანეთი 90 წუთი თავზე ის და როგორ იცი აი როდის გაუვიდოდა არგენტინას და ჯვარი ეწელა კიდე მეორე არ გასულოდა არა სხვა რამეს ვამბობ არ მიეყარა კიდე ესპანეთს ერთი ყველაზე მეტად გული რაზეც დამწყდა და დღესაც მიკვის რა ეგ აი გუშინდელიდან გამომდინარე გამოყვა ეს შეგრძნება დამეუფლა რომ არგენტინა თამაშობდა პარაგვაის სტილში რა ანუ კი თამაში მოკლეს ვერაფერს ვეღარ აკეთებდნენ ფაქტი არის ეგ რაც პარაგვაიმ გააკეთა საფრანგეთთან რომ თამაში აშკარად არ გამოდიოდათ იქ უკვე უხეში თამაში წავიდა ეგ უკვე ფსიქოლოგიურად გუნდი გატყდა და გაითიშნენ ფეხბურთელები და საბოლოო ჯამში შედეგი მივიდა იქამდე რომ არგენტინის ნაკრებმა
ითამაშა აი უბნის ფეხბურთი, ანუ უბნის ფეხბურთის არ ქვია მაგას. რომ ტრამვები გააზრებული- ცოტა არ გამომართლა, კი. ტრამვებიც უდროს მიიღეს, კი. რიჩარდ და კიდე იძულებითი ცვლილებებიც კი. ქონდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ლიჩას რაღაც მომენტში იმას იზავდა. რაღაცა შეიძლება გაწეცებულიყო კიდე თვითელი ყვითელი ქონდა. ოტამენდი შემოვიდა კი. მაგის. ლაუტარო ვერ ჩართო თამაში ამ ტრამვებმა ერთი ეგ მაგაზე ხო. ძალიან იმოქმედა, თორე ლაუტარო უეჭველი ჩაერთობოდა თამაში. კი. და გული რაზეც წყდება, აი იგივე პარედესზე და ენცოზე მინდა თქვა, ანუ რამდენად კარგი არიან გუნდებში. პარედესი და ისა ენცო. და როგორც კი აი გადამწყვეტი მატჩი დადგა და როგორც ფინალის დღე დადგა, აი ფსიქოლოგიურად ვერ მოთოკეს ნერვები რა, ანუ იმდენად გამოვიდნენ წყობიდან. აი კუბარსის რო ლაპარაკობთ. აი კუბარსის იმდენად ლაღად თამაშობდა, რომ ანუ ნერვები მოუშალა რა იმას ენცოს. და მან ორჯერ 2-4 რომ აი ეგ ყველა ვარიანტი საწითლე იყო. თან ის რომ გაფრთხილებული ხარ. პარედესიც მეწვე გადარჩა გაწითლებას. ეგ პარედესი ეგ იმის გამო პარედესი იმიტომ არ გააგდეს რომ მაქამდე უკვე ენცო იყო გაგდებული. თორე ენცო არ ყოფილიყო გაგდებული. პარედესი აუცილებლად მიიღებდა ეგ ციტა. მან არ მომეწონა ის მე მესი ასე რომ ჩემთვის ეს სოფიო ჩემპიონატის ფინალი ინერტული იყო. ინერტული ანუ არგენტინის მხრიდან თორე. ცალმხარა იყო. ცალკარას ვერ და ერთი მხარე თამაშობდა ფეხბურთს. მთელი პლეიოფების მანძე ძიმეთ მოვიდა. აი ყველაზე მეტად ფეხბურთს ბესო თამაშობდა. სწორით ხო არა? ბესო სწორით ხო არა? არგენტინა მის ფეხბურთი რაც ჩვენ ამ სოფიოზე გვანახა და რაც რითიც გაითქვა სახელი ამ სოფიოზე. თუნდაც იმ მუხტი, თუნდაც იმ სულისკვეთები, თეთქებები აი, რაღაცა როგორ რაღაცა მოხდა, იცი აი არ თქონდა. არც არ ბოლოს. კიდევ ერთხელ გამოვერდები რომ დელაფუენტე არის ლეგენდა. ანუ იმდენად დიდი როლი ითამაშა დელაფუენტე და იმდენად სწორი დასკვები გამოიტანა რომ გააქრო გუნდი, გააქრო მესი, რამდენადაც პირველი არ უნდა იყოს ჩემთვის და ბესოსთვის და ყველასთვის, იმიტომ რომ მესია და ნომერ პირველია. ბაკანო ყველას გვინდოდა რომ გაითამაშა ქონოდა, მაგრამ ბურთი всё, გაქრა. ანუ რას მბაპეს დაემართა, იგივე დაემართა მესი, გათიშეს, თამაში და მესი გათიშეს და დანარჩენი კაცი თამაშობდა რას? ერთ-ერთ ვიდეოში ვიძახით რომ ანუ სულ მესის არ უნდა შეტენო ბურთიო და ეხლა პირიქით გამოვიდა. მესი ვერ იპოვეს. ხო, ანუ ვერ იპოვეს მესი. აი დაიჭირა დიდმა გუნდმა მაგაზე. რა შეიძლება ეგრეთ ამას? ხო, მე ერთ დავამატებ კიდე რომ საერთოდ რა რომ დაიწყო თამაში თავიდან ახლა ის თქო ძიმედ დაიწყო. ძიმედ დაიწყო იმ გუნდით რომ დაძაბული სიტუაციები იყო რა, ახლა მომენტები არ ქონიათ, მაგრამ ისა და როგორც კი ისე დავიდა რომ მიხვდნენ რა იდეაში რომ ამ ჩის და ფეხბურთით ესპანეთს ესე ვერ მოუგეთ. და მიიღეს ეგეთი გადაწყვეტილება ეს ჩეხაობა ეს ისე ამ როგორც ახასიათებთ არგენტინა ყოველთვის ეგრე გამოირჩეოდა ეს პირველი შემთხვევა არ არის სამხრეთ ამერიკელების ბრაზილიის გარდა ყველა ეგრე თამაშობს ვიდა წინა მუნდიალზე გავიხსენე იკითხო უგაი პარაგვაი ერთი ბრაზილია ბრაზილიის გარდა ყველა თამაშობს ბრაზილიის გარდა ყველა მეგეთ ფეხბურთი ითამაშა და კიდე იმას ვიტყვი რომ აი ეს ყველაფერი რომ ვიცოდე რომ არ გამოვიდო და გადავიდა და აი შენ რო ბრძოლა თუ გადააქცევენ რა ცადეს აი მაგით იცდი რომ მაგით თუ მოიგებდნენ მაგრამ ესპანურმა არ მიცად ხო და ეგეც მაგის საშუალებაც არ მისცა მე აითხარებდა როზე და დარჩა წითელი გადაცა მე მიაწვდა იქნებ პენალტებამდე მაინც მივიყვანოთო რა და ეგეც საფოს ის გოლი სამაგიეროდ 15 წუთზე გავიდა 15 წუთზე მეორე დამატება ანუ მეორე დამატებაში დაწყებული არისო პირველივე სახიფათო ჩაწოდება ესპანელების და ნიკო ვილიამსის რა კარგად შემოვიდა ნიკო საკარგად შემოვიდა აუ იქ ერთი მომენტი ხო აი ბლანდა აუ ბიჭო მან დრაქნა თორე 2-0 ხდი მოეჭველი აი იდეაში მუნდოდა ბურთის შეგდება და ფერანი ეხსნებოდა თან რა და მოს გოტყუებული ყავდა კაცი ყავდა და უცე ფეხის მოძრაობით აი ბლანდა ის არა ქვია ბურთი თორე მან 2-0 ხდებოდა და მერე უკვე ისედაც გამწირულ თამაში არგენტინა ისედაც საბოლოოდ აღმოჩნდებოდა ისეთ რეალობაში როგორც ის აღმოჩნდა. შეიძლება უფრო ცუჩი აღმოჩენილიყო. ხო და კიდე იმას ვიტყვი რომ ესპანეთის თამაშზე იმას დავამატებდი რომ ეს ბიჭები რა მართლა ჯერ ევრო მოიგეს, ევრო კიდე უფრო მაგრად მოიგეს რა, უფრო მეტი ის მოხდო მაშინ ნიკო ვილიამსი უკეთეს ფორმაში იყო. მაშინ ტრავმა არ ქონდა ყველანი აქეთ იგივე საკეთებენ იდეაში, ოღონდ უფრო მაგრად რა. და კიდე ერთი რაღაც აღნიშნა მინდა რა, როდრისთან ერთად რა. რამხელა მნიშვნელობა აქვს მოედაზე როდრისთან ერთად პედრის ყოფნას. და რამდენად თევზის წყალში არის პედრი. აი, სულ იმას გავიძახი, რომ პედრი რაღაცით მახსენებს ინიესტას რა. იმდენად ჯერ ესეთ ასაკში, ესეთ პატარა ასაკში, რომ პედრი ესე თამაშობს, ეს ზოგადად
დიდი ფუფუნება არის ესპანეთის და მით უმეტეს ესპანეთმა იცის როგორ უნდა ამოკეტოს ვარსკვლავური გუნდი, რომ არაერთხელ გაუკეთებია და არაერთხელ დაუმტკიცებია იგივე ევროს ფინალი რო ავიღოთ. ეხლა ინგლისი ხო? ძალიან მაგარი ნაკრები ყავდა ინგლისი. ეხლაც არ ყავდა ცუდი. მაგრამ რა არის, იცი დელაფუენტეს აქ ეს იმდენად სწორად კითხულობს თამაშს და იმდენად სწორი ანალიზი გამოაქვს იმიდან რა ქვია თამაშიდან, რომ მარტივად შეუძლია აი გრანდი გადააქციოს სოფლის გუნდად. რაც დაემართა არგენტინას ნახევარფინალთან ეგრე თამაშობდა. საფრანგეთის ნახევარფინალში და რაც ფინალში არგენტინას დაემართა. საბოლოო ჯამში მაგამდე მივედით, რომ ძალიან მარტივად გათიშეს თამაშიდან. ეგ არის რა, ეხლა მაგალითად აი საფრანგეთი ხო მაგარი გუნდია და მაგარი სასწავლი, მაგრამ აი ადვილ გუნდთან უფრო ჩანა. და რთულ გუნდთან ეგრე კარგად ვეღარ ჩანან რა და არა ეგრე. ესპანეთის შემთხვევაში კიდევ რა ნებისმიერთან ეგრე თამაშობენ. თავარი პრინციპი ისაა, რომ ესპანეთის გუნდი არ უნდა მისცე, მაგრამ რთული როგორ გააკეთო? აი როგორ მოძრაობენ ცენტრში, აი ნუნა კლავენ ყველაფერს და პასებში როგორ ანაწილებენ. მე მაგიტო აღნიშნე ეგეც კარგია. მით უმეტეს რომ ტექნიკური წუნები ქონდა ესპანეთს ფინალში, იმიტომ რომ ეწინდა ეხა მაგალითად საფრანგეთთან ეგეთი წუნი არ ქონიათ. როგორც მაგიტო ვამბობ, ანუ იმდენად კარგად რამდენადაც მაგრამ მიუხედავად ძალიან მაგარი იყო როდრი ამ სოფიოზე. იმდენად კარგი იყო ჩემთვის პირადად პედრი. პედრი ძალიან კარგი იყო. იმდენად ამაგარ შემოვიდა ფინალში. აი ეხა ქუშინას იმდენად ლაღადა, იმდენად პასინიც. აი ის მომენტი თუ გახსოვთ, ერთი მომენტი იამალი რო უტყავ შორიდან. რო აცენს. ხო. ზვარდოს დელაფუენტესის ამუღავი რო გამრას და ანუ რაღაცას არ უყარს იმ კაცს ეგეთი ისა რა, ანუ ის დარტყმაც უნდა იყოს გააზრებულად. მე მგონია რომ კრუიზის ხიკიტაკა გადმოიტანა დელაფუენტემ ესპანეთში და იმდენად კიდევ გამეორდები შეოთ მოგაბეზე თავი და იმდენად სწორა და იმდენად გააზრებულ ფეხბურთს ათამაშებს ესპანეთს. რომ ნებისმიერი ნაკრებისთვის ეს ესპანეთი არის აი აუღებელი ციხესიმაგრე. ხო რა. ჯერ ერთი შეროხე ბურთი და ბურთი ეს ამ ესპანეთს როგორ უნდა ის ნარამია. თუმცა ვერ დაუმალო. გამორიცხულია. პრესინგით მოშიდავს. იგივენაირი ის უნდა ყავდეს რა, სასტავი რომ რაღაცა შეძლო. ხო. ძალიან საინტერესო არის რა, ძალიან მაგარი გუნდია ეს ესპანეთი. ბრავო დელაფუენტეს, ბრავო ესპანეთს, მით უმეტეს სუპერჩემპიონის მოგება ერთი გაშვებული გოლი 14 კატალონი თან რა გუნდები გააგდეს უნაის სიმონზე ურუგვაი ესპანეთმა ის გაუშვა ბელგიასთან დეკეტელაერმა რო გაიტანა კი ურუგვაი პორტუგალია მერე ბელგია მერე ფავორიტი საფრანგეთი ბოლოს ფინალში მესის არგენტინა საოცრებო გზა გაიარა ამ გუნდმა 14 რაღაცა რთული ბადე წარმოუდგენლად რთული ბადე 14 გაიტანა და მარტო ერთი გაუშვა ძალიან მაგარი შედეგია თან ისე კი არ გაუშვა რომ მეკარეს რაღაც სასწავლებლის კეთება ჭირდებოდა თითქოს მეკარის რამე ჰეროიკული სეივიც კი არ აქვს დაცვა და ნახევარდაცვა იმდენად იქვე კლავდა მომენტის შანს რომ მომენტი ერთადერთი ახლა მართლა ის გამახსენდა უცებ მენდეშმა როძელს გაარტყა მან გამოჩნდა პირველად რაღაცა მომენტი ესპანეთის კართან მე მგონი პლეიოფში მაგაზე კარგი მომენტი არც ერთ გუნდს არ ქონია ესპანეთს ეგ იყო ყველაზე კარგი მომენტი ალბათ და ასეთ დონეზე ასეთ პერფორმანსს ვატარებ პირველი გუნდია ესპანეთი რომელსაც სოფიო ჩემპიონატი ისე დაამთავრა რომ მარტო ერთი გოლი აქვს გაშვებული და ამითაც აღსანიშნავია არ უთამაშია გუნდს პლეიოფებში არც ერთი დამატებითი დრო ფინალამდე ისე მიაღწიეს და ძალები იდეალურად ჰქონდათ გადანაწილებული და ერთი დღით მეტი რო ჰქონდათ მოსამზადებლად კიდე მაგაზეც საუბრობდი აი ხო ვამბობდი რომ ფინალამდე ვინც ბევრ ძალას დაზოგავს იმ დამატებულ დროებში და ემოციას იმას ფინალში შეიძლება დაერხეს ეგეც მოხდა და არგენტინამ ვეღარ ითამაშა ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ეგეც იყო ამ ძიმე მატჩის არგენტინისგან და აქეთ პირიქით იყო დასვენებული გუნდი ესპანეთის სახით რომელიც იდეალურად მივიდა ფინალამდე საბოლოო ჯამში ის ფინალისიმა რაც უნდა ჩატარებულიყო შედგა მაგრამ შედგა ცა ერთი გუნდის მე მგონია ფინალისიმაში სხვა რამეს ითამაშებდნენ და უნდა ვთქვა რომ მესამე ადგილისთვის ყოფილიყო ეს თამაში როგორც ინგლისის საფრანგეთმა მესამე ადგილისთვის შეუდარგეს იქ გოლების და სხვა ფეხბურთი ითამაშეს დარწმუნებული ვარ ეს თამაში მესამე ადგილისთვის რო ყოფილიყო სულ სხვა ფეხბურთს ითამაშებდნენ და ამიტომ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა დიდი მატჩების როგორ თამაშობს გუნდი დიდი მატჩების თამაში კიდე სხვა რამეა და სხვა რაღაცა საერთოდ როცა თამაშობ სიტყვაზე მესამე ადგილისთვის. აი ინგლისი მაგალითად ასეთი ლაღი, ასეთი გახსნილი, ასეთი თავისუფალი, რა ვიცი, როდის გვინახავს. ასე რომ ეთამაშათ ფინალში ნახევარფინალში არგენტინასთან და მეორე გოლზე წასულიყვნენ და მესამეზე ის არგენტინა ფინალში ვერ გავიდოდა.
შანსი არ იყო მაგის, მაგრამ იმის ვაგებად იქ დაიწყეს. მე მაგას შევარქვი, ქვეშაჯვია ფეხბურთი, მაგას ყველანაირად ხო, ფეხბურთი არა. გოლსიტანში და ავტობუს აყენებს. კარისკენ აღარ იხედები და აი ისი რა მოდი ბარემ თუ რამეა ბოლო წუთებამდე გავწუროთ 1-0, ჯერ ერთი ეგეთ სკალონი არ ხდება. სკალონი ნახა ინგლისმა რა კარგად ითამაშა ჩვენთან გოლის გაშო გატალის მერეობა. მოდი ვიბაზავოთ ფინალში გაიმეორა. ხო და რახან გაიმეორა. ზუსტად მაგ ქვეშაჯვია ფეხბურთმა წააგო და ეს მიხარია. თან ტენდენცია ეგეთია რა. ჩემპიონთა ლიგაზეც არსენალი იყო დაცვითი გუნდი და წააგო. შემდგომ ფეხბურთმა გაიმარჯვა, რა ჩვენ გვყვარს. სოფლიო ჩემპიონატის ყველამ ვინც სადაკ არის უსაფრთხოებაზე და მოდი ფეხბურთს გავაფუჭებ, ოღონდ შედეგი დავდო, ყველამ პრაგმატულმა გუნდმა წააგო. პრაგმატიზმი არ უნდა გადაიქცეს, რაღაცა ზედმეტებში არ უნდა გადავიდეს. ეს იყო რა სიგიჟია, რა პრაგმატიზმი შეიძლება ის, რომ კარისკენ არ გაიხედო და კარისკენ არ დაარტყა, თუნდაც 1-0 იგებდა მაგის მიუხედავად. ხო და ასეთ ფეხბურთს როცა თამაშობს გუნდი, ის უნდა დაისაჯოს და ამ ძალიან ბედნიერი ვარ ამ ხო, ანუ ესპანეთს წაეგო უფრო გატეხა. მოდი გადავიდეთ. ფინალის დროს მთლიანად ვიყავი ესპანეთისკენ. განვეწყო. არგენტინას არში უნდა მეგულჩემართულა, რომ მოდი ბურთები ამოიტანო. აი რა იყო მან საგულჩემ მესის რომ მიიღო რამე მომენტი აი მეტა გაეტანას მაინც უთქვა. ის თავში რა ხდება კუბას. ეგ მე იყო გოლის მერინოს. ეგ მე გოლის მე. ხო, მესი ერთადერთი იყო ვინც მაინც ცდილობდა გამწვევებას, იქ დაცვაში ჩამოვიდა რამდენჯერ. ყველაზე მეტად გამიკვირდა ეს გოლის შეგაწყვეტინა, ყველაზე მეტად გამიკვირდა მაინც ფეხბურთელების დამოკიდებულება მესის მიმართ რა. აქამდე თუ ჩანდარო და ყველა ამბობდა რომ აი მესის გამოჩენ თავს გავჭირად, მესის გამოჩენ სტადიონზე მოუკვდების და ყველაფერს გავაკეთებ. ეს ყველაფერი მოდი დელაფონტეს თავი დავანებო და მოდი ესპანეს დავანებო თავი. ფეხბურთელებს რა დაემართა, ხო? ანუ მესის გამო ყველაფერზე წამსველი ნაკრები, რომელიც ყველაფერს იზავდა. ბრძოლაში იყვნენ ახლა ფეხბურთელებს ბრძოლით იბრძოლეს. უბრალოდ სხვა თემაა რომ იდეალურად გათიშეს. ჩემი აზრით მაინც ესპანეთის და დელაფონტეს დამსახურება ეგ რომ იდეალურად გათიშეს მესი დანარჩენი გუნდისგან. ცალკე დატოვეს მესი და ცალკე გუნდი. ეგ ტაქტიკური რაღაც მომენტში მესი ანუ ქვევით ჩამოდიოდა, ქვევიდან ანაწილებდა რა, რომ იქნებ ასე მაინც პასირებული იყო ხაბარونه. ხო. ფინალის არ ვიცი მეორე ვაპირებ მე რა თქმა უნდა, ბევრი ნახავს და მეორებით და სპეციალურად რამდენჯერმე მომხდა თვალში ეგ მესი რა ცალკე იყო და მან დისტანციას როგორ იკავებდნენ, რამდენი კაცი ედგა სად იდგნენ დანარჩენი არგენტინელები, ყველაფერი გაზომვადია. მესის ფაქტორზე რო ვისაუბროთ. თან 39 წლის როა ყველაზე მეტად მესის ასაკი აქ გამოჩნდა. ჯერ არის ნებისმიერი არის მესის გარდა ბურთს ვინც იღებდა, აი ძალიან არაადეკვატურად ეპყრობდა ბურთს და მესი რო იღებდა. ნუ მესი ახლა მაგაზე რა თქმა უნდა, ხო? მაგრამ აი როგორი აკონტროლებდა ბურთს, აი ერთი შეცდომა არ დაუ, კი შეიძლება გათიშეს. იცი რა მესის ეთყობოდა იცი? არც დაუკარგავს ბურთი, ყველაფერი მესის რა ეთყობოდა იცი? აი მესის ის ბავშვობიდან გამოყოლილი სიყვარული ფეხბურთის და ბურთის მიმართ მაინც დღემდე ეთყობა რა. რა თქმა უნდა, ეგეთები აღწევენ ეგეთი მას რომ მესი რა უნდა თქვა მესიზე ერთადერთი მესიზე იმას ვიტყვი რომ პირველად შეეჯახა მესი იმას რასაც თვითონ აკეთებდა ამდენი წლის მანძილზე უბურთოდ როტოვებდა სხვებს ბარსელონაში. ხო, ეგ იყო. მესი კაი იქნებოდა რომ უფრო სხვა ასაკში მოვხდარიყო და გვენახა პრაიმ მესი როგორ ითამაშებდა ასეთი გუნდის წინააღმდეგ, მაგრამ ასეთ პირობებში უბურთოდ თამაში როცა უბურთოდ გიწევს სირბილი არა უშავს მოგენატრება როცა უბურთოდ როცა გიწევს სირბილი თერი თამაში რაზე უნდა მომენტატოს მანჩესტერი გამოაკლევა ორივეჯერ და რაზე უნდა მომენტატოს ეხლა გაჩვენე ვიდეო რეალის ფანებს ზივარავია ბურთი არ ვნახია ბარსას გოლა შენი თქვი მე ჩემსაც მანჩესტერი რა ხო მესიზე რა უნდა თქვა რეალი ათმინდა მესის ვიღაცები იტყვიან რომ ახლა ისიც ეკუთვნოდა სოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი და რაღაც პონჩი მესისაც ეკუთვნოდა კი მაგრამ როდრიზე მე ვერ ვიტყოდი რომ დაუმსახურებლად მიიღო ტიპმა ნახევარდაცვაში საქმე აკეთა მარტო ფეხბურთი ხო არა გოლების გატანა და ლამაზი დრიბლინგი ფეხბურთი არის სხვა რამეებიც არა ხო და აი როდრის თამაში იყო დაუბრუნდა მართლა თავის პრაიმ ვერსიას და იდეალური ესპანეთმა თუ მოიგო როდრის წვლილი ამაში ძალიან ძოს ფეხბურთში კიდე რომ ის წამოვიდა რომ ადრე ხო აი ეგეთი ფეხბურთელის ტიპები ეს ტიპიური რო ანომბრის და აი ცენტრში ვინც ათამაშებს ბურთს და რაღაცა დიდად არ ჩანან აი ხო ეს ლიბერო და ეგენი ნაკლებად ჩანდნენ რა ეხლა აი უფრო ენიჭება ამათ იმიტომ რომ მიხვდნენ რომ ამათზე აგებული რა ეს ფეხბურთი ნახევარდაცვაზეა ყველაფერი და შავ სამუშაოს რო ასრულებს ადრე უფრო არ ემჩნეოდა რა და ეხლა აფასებენ კიდევაც კარგია ეს ხო რა ხა მიიღო დამსახურებულად აქვე იმასაც ვიტყვი კუბარსიც გახდა საუკეთესო მცველი
და უნაი სიმონი გახდა საუკეთესო მეკარე. ნუ მან ახლა როგორ უნდა გინდა ისმო როგორ რაღაც რეკორდის დაამყარა. კი გოლგაუშები იყო 600 რაღაცა წუთი ძოფის რეკორდი მოხდა. და ის არა როგორ გინდა არ ვიცი საუკეთესო ტიტული იმ მეკარეს რომელსაც ერთი გოლი გაუშვა მთელ ტურნირზე, თორე ახლა როგორც მეკარეს არაფერი თამაშები არ ათაში ლიბეროდ უკეთესად თამაშობდა, აი რამდენჯერმე პაპერო გადიოდა ერთი-ერთზე. უკრიდან კარგად აზღოდა იმდენად დაცვას. კარგად კითხულობს, უნდა ისე გამოსვლებს იმდენად სწორად და კარგად თამაშობს, აი იგივე ის მესის მომენტი რო თვითონ ერთ-ერთზე შემოდა და უცებ უნდა ისიმონი დელაპუენტეს ის დილემა რო არის მაგარი მეკარე ყავს აქეთ რაია და ეგეთ გარსია და ხოლმე რომელი მაგარი მეკარე საბოლოოდ კითხავს აღარ ანუ აღარ დაისწრო კითხვა რატო ზაიამ და მესამე მეკარე იყო ასევე არ გაგვჩენია კითხვა იმასთან დაკავშირებით რომ რატო არ წაიყვანა პაუტორესი მეწყინა რაღაც თქო მე მიყვარს საერთოდ და მინდოდა ახლაც გამიხარდებოდა ჩემპიონი რო გამხდარიყო მაგრამ დაცვამ ისე ითამაშა და განსაკუთრებით ალაპორტე იმის დუეტმა კუბარსის რომ კითხვა არ ყოფი არა და მეგონა თუ რამე ესპანეთს დააღალატებს რომ თუ გახსოვს მაგას მომული დაცვა იქნება ყველაზე მაგრად დაცვა მიითამაშა რეალურად და ამას ჰანსი ფლიკის ბარსელონას თუ შევადარებ სადაც იგივე კუბარსი წითელი მიიღო ატლეტიკოსთან მოაზრობდა გავარდა როგორც ჩანს რასაც ვამბობდით მანამდეც რომ ფლიკი არასწორ დაცვას თამაშობს ეგ უფრო არის მაგის მიზეზი რომ იქ კუბარსი და თქვა ვიღაცები ვერ ჩანა ვიდრე ის რომ თვითონ ფეხბურთელების დონე. ფეხბურთელების დონე რო აქვს და შეუძლიათ ამ დონეზე თამაში, ესე იგი ფაქტია რომ შეუძლია იმას კლუბშიც იგივე აკეთოს, ხო? ნაკრებში რახან აკეთო ამ დონის ტურნირზე, თან ამ ასაკში. ხო და ესე იგი კლუბმა რაღაცეები უნდა შეცვალოს და იმედია ფლიკი მიიღებს გაკვეთილს ამ ესპანეთის თამაშისგან და ეს ამოწეული დაცვა და რაღაც სიგიჟეები ცოტა დაბალანსდება. ეს არის მაგალითი იმისა, როგორ უნდა ითამაშო ფეხბურთი. კი, ესპანეთი არის. ფეხბურთი უნდა ითამაშო და ფეხბურთით უნდა მოიგო და ფეხბურთით უნდა წააგო. გაცილებით უფრო დაფასებული იქნებოდა ეს არგენტინა სიტყვაზე, რომ წაეგო ფეხბურთით. სიტყვაზე წინა ფინალი რომელიც სოფლიოსი ითამაშა არგენტინამ, იქაც წააგო გერმანიას ხდება, მაგრამ იქ ვერავინ თქოს რომ არგენტინამ კი დაცვა ითამაშა იქაც. დაცვა ითამაშა იქაც. დაცვიდან იყო პირველი ნომერი არ ყოფილა არც იქ და ბურთი არ უფლია, მაგრამ კარისკენ არ გაიხედაო ხო ვერ იტყვი? მომენტები უფრო მეტი ქონდა და რაღაც პონჩი გული დაგწლებოდა ადამიანს რომ წააგდეს. აქ გულის წყვეტაც კი არ გექნება ადამიანი ნეიტრალურ კომაქს რომ აი წარმოიდგინე ხარ ტიპი რომელიც ფეხბურთს არ უყურებ, მაგრამ ვიღაცამ გითხრა მოდი მსოფლიოს ფინალი ან მესი და არგენტინა უნდა განახო ეს რა მაგარი გუნდია. და ამას რო უყურებ ფინალში არის ეს რა მაგარი გუნდია ეს რა არის საერთოდ. ხო ეგეთი შაბეჭდება დაგრჩება და ძალიან ბევრია ეგეთი რომ ფინალს უყურებს მარტო. და ეგონება რომ რასტაბეჭდება უნდა დაგრჩეს იმ გუნდზე ახლა არგენტინა რაც იყო გულში. მოდი ბარემ ფინალიდან გადავიდეთ უცებ მესამე ადგილის თამაშებსაც შევეხო. მე დიდად არ შევეხებ, მე რომ ეგ ტურნირის ეგ მატჩი საერთოდ არ უნდა დარდებოდეს და ზედმეტი დანამატია. ცოტნე მოდი აბა შენი აპე გახადა მომბარდირე მაგიგვით ხარი? ნო ინგლისზე ისმენს. მაგაზე ცოტა მე ვისაუბრებ. ის შინე დაგხვდები. ნუ მესამე ადგილოსაში რა ვიცი ერთ თამაში იყო აჭამეს ერთმანეთში. დაჭამეს ერთმანეთში გოლების თუ და მან თამაში სადაც ინგლისის მიყავდა 4-0 წაიყვანა პირველი და თან საკას ჰეტრიკი. აქ ლაპარაკი არის რომ მეორე კომანდით თამაშობდა ინგლისი. ანუ გამოდის რომ ინგლისი ბელინგემი და კეინი არ დააყენა. აი შენი ვოლი ვოტკინსი რო საუბრობდი წინა პოდკასტში ხო დააყენა. და ის არა ქვია როგორ ვიძახდი რომ ვოლი ვოტკინსი ეგეთ თამაშებში შენ გასული ხარ მასაუბრე. ურა გამაჯი კი არა და кайფო. ხო, მოკლედ. იმის თქმა მინდოდა რომ ესე ლაღად თამაშო. ნუ კი ეხა მესმის რომ საფრანგეთი ძალიან უმოტივაციო პირველი ტაიმი განსაკუთრებით რა. ისე უფრო მოიხოდა და დაცვაში ისეთი საშინელებებს აკეთებდნენ, რატო მეტი არ გაუტანა ინგლისმა, კიდე ქონდა ბევრი კაი მომენტი. ხო, მე უფრო მოიხოდნენ რო ნახეს რომ ასე სირცხვილი ასე წაგება სირცხვილია. დეშამაც უთხარ რა, ანუ ესე მიშვებ თუ მაგიზე დავდი რაღაცა და კი რა გაათანაბრა, მაგრამ რაზე მაქვს ლაპარაკი რა ეხა. რაც არ უნდა იყოს, მაინც საფრანგეთი ხარ და თუ ფეხებზე კიდია 6 გოლი მაინც არ უნდა გაუშვა რა. ეს საფრანგეთი ხარ, ეს ხო არა ხარ რაღაცა. ჯერა ნაკრები. ხო, საფრანგეთი ანუ პრესტიჟის ჩემპიონატია და გიყურებ. ხო, მაინც სოფლიო არის, ასე თქვი, გინდა ისე თქვი, პრესტიჟის ამბავია, უნდა ითამაშო რა. თან ინგლისთან თამაშო პრინციპული მეთოდია ის. ხო და აქ მე ჩემდა თავად უფრო გაუბრაზდი ინგლისზე, იმიტომ რომ ამის თამაში თუ შეგიძლია ნახევარფინალში რას აკეთებ? საფრანგეთთან რო ეგრე თამაშო, იქაც შეგიძლია რომ რაღაც მომენტი მაინც ქონოდა და კარში დარტყმა არ ქონია და ელემენტარული ჩადგა ტროლეიბუსი დაცვაში. კი, მე რას ვიძახი? დაკეტა თამაში და მოწააგეს თამაში. შეშაჯია ფეხბურთია მაგას. აქ კიდე რა ქნის?
და კიდე ერთი ეხა შენ თავში ახსენე არგენტინის ეს თამაშები რა და მე გითხარი რომ ნუ ესეთ სტილით თამაშობს არგენტინა და სულ ყოველთვის არის ხოლმე არგენტინასთან კითხვის ნიშნები და მარტო ჩემგან და 2-3 ადამიანიდან არა ბევრისგან არის და ადრეც იყო რა აი თუნდაც გავიხსენოთ შტანგები დაუბრუნდეს ბრაზილიას ოთხოზაჩი გაჯობა კაცო ბრაზილია მან რა კითხვის ნიშანი იყო მარადონა ადგა და მოიგო პირადად ეგა მე აი 86-ზე გეტყვი 86-ზე გეტყვი მე შენ ეგეთ ინგლისთან ნუ ეს ინგლისი და არგენტინა ძალიან ცუდად არიან ერთმანეთთან როგორც პოლიტიკურად ისე საფეხბურთოს რაღაცა პოლიტიკა არ გვაინტერესებს ამ ეტაპზე ფეხბურთზე ვიტყვი რა შენ იცი რომ ამას წინათ მოვისმინე და გნახო და ამას გეუბნები ვიღაც მოყვარულებისგან კი არა აი ექსპერტებისგან მოვისმინე ნუ ის პირველი გოლი ხელით რო გააკ მარადონას მეორე გოლზე ამბობ არც მეორე გოლი არ მოჭა ლინეკერმა თქვა ვიღაცებმა თქვა ლინეკერი ვიღაცა ახლა ნახეო ეგ მომენტიო და მეც არ მახსოვდაო ჯარიმა ყოფილა ხო თვითონვე აღიარა ლინეკერმა წარმოიდგინე რა წააგებინეს მაშინაც ინგლისს მაგრამ მაშინ ვარი არ იყო რა მიშობა ჯარიმა ხო იბუჯი მე მაგრამ მაგაზე ხო გახსოვს არგენტინელებს რა ფასი ფიქრობდნენ 66-ში რატინი რო გაგვიგდეს ტყუილა რომელმაც გერმანელმა საჭმას გვითომ შემაგინაო მოიგონა და ტყუილა გააგდო 34 წუთზე შედი რატინიო და მაგის გამო დაისაჯეთ მე ორივე უნდა გაუთვალო მე ორივე ერთი თამაში იმათ ერთი თამაში ამათ და გახდა ბიჭო ან მაგ ბინძური ფეხბურთს თამაშობენ გინდა აბაშიდაც ეგრე იყო და ეხლაც რა სხვათა შორის მაგ ფინალს მე არგენტინელებმა იჩხუბეს მაგ 66-ში და ინგლისის თუნდაც უთქვამს რომ ხელი მაისური არ გაუცალოთ ვარც ეთქმა და ხელი არ ჩამოართვათ ცხოველები უწოდა ფორსები თუ ველურები მაგ ფინალის მეოთხე ფინალის მე არგენტინა არიან ცოტა რაღაც გეგმები თავ ეს პრიჩოსკები ყველას ერთნაირი რაღაცნაირი მესისგან მესი არ გავს მესი ბარსელონაში გაზრდილია ეთქობა ეს ხო ევროპაში გაზრდილია ხო რა ძალიან იქით რომ არ გადაუხვიო ესე დაუბრუნდები ამ თემას რომ მე წინა ვიდეოში ვთქვი მე ინგლისს აღარ გვალეში მაგრამ აღარ მაინტერესებს ბოლოს ვიტყვი და ამით მოვჩები ვინც გინდათ ის მოიყვანეთ ხნელა რაც გინდათ ის გააკეთეთ ვინც გინდა ის გამოიძახეთ მოგწვნიათ პატრონი ცოტაშვილის სპიჩიც მოარტყა ცოტას ვთქვია რა კაი მაშინ მე მოვალ ინგლისის ნაკრების და არ მაგ ხო ინგლისი და ზოგადად გამოჩნდა რომ დიდი მატჩის თამაში არის სხვა რამე და როცა თამაშობ ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე სხვა რამეა. იცი რა. ამიტომ არის ფსიქოლოგია ძალიან გადამწყვეტი სპორტში და ფსიქოლოგია და დედაატირებული რო ხედავ სასტავს შემტევი ფეხბურთელები ხავს, შემტევი რესურსები გაქვს და შე ჩაკეტილ ფეხბურთს ათამაშები და დაცვით ფეხბურთს ათამაშები. ვერ მოიგი რა. შენ რა კონგოებს და იმებს მოუგო, მაგრამ საჯმული მენტალიტეტი ქვია მაგას ინგლისს რაც აქვს და ნახოთ თუ გადატეხავენ როდეს რა იგი მედალი 66 წლის მერე პირველად დაიმოს. ხო, ინგლისელმა ჰეტრიკი მესამე ადგილი უნდა დაიმოს. საკან ჰეტრიკი შეასრულა ინგლისელის ჰეტრიკიც. კაი ხანი არ ვინახავს სოფიოზე. ნუ ჰარი კეინის სერი გასკა. ხო, და ასე შეიძლება. ინგლისისთვის ყველაზე კარგი მუნდიალი ამ საუკუნეში ვინმე. არა მარტო ამ საუკუნეში მე ვიტყოდიო თამაშის მხრივ მეთქი, მაგრამ ნუ შედეგის მხრივ. ნახევარფინალამდე თამაშის მხრივ, სათუ მექსიკას რა თამაში მოუგეს. ასევე შენ ბელინგემი მაშინაც ბელინგემზეც უნდა. ბელინგემი გამოგდა. გენიოსია ბელინგემი, ძალიან მაგარი. ბელინგემი ელეგანტური. ბელინგემსაც დაცვაში რო ათამაშე. ელეგანტური სტრაფი, ყველანაირად მაგარია. შეიძლება ვაჭარებ, მაგრამ ერთს ვიტყვი რა. ბელინგემის თამაში რო უყურე. ზიდანის ვაიბი მოა. კი, მე ხაგას ვიძახი რამდენი ხანი. რო იმდენად ბიჭო არ ეთყობა, ასაკი არ ეთყობა ბიჭო. ჯერ მართლა ძალიან ხაგას და 21 წლისა. არავე ჯერ წინა. 23 საათი, 21. მანჩესტერში მინდა ეგ. აუ ამან ბელინგემი მანჩესტერში გინდა. უყურე, მე მეუბნება. ვისაც მეუბნება. ყველა როკავს ვიღაცა გაუშვა. პოლისა მიყავთ ახლა გუნდში და მე მგონი ალვარესაც ეგენ წაიყვანდა და მე დაიწყებს ტირილს ამ მანჩესტერში და უნდა ბელინგემი. არც ვალვერდეს უშვებენ. არც უნდა გაუშვაო. არ წაიყვანე კამავინგა მანჩესტერში. ახოცეს კამავინგა რა თქმა ზანგი. აა გამაკეთებინე ხო მაინც. დეშამარ გამავიზანა და მანჩესტერში. დეშამარ კაიჭამა მე ვარ მე დაიჭირე ხო და მეც რაღაცის თქვა მინდოდა რა. ბელინგემზე ამბობი, ყველა იმას ვიყავს მანჩესტერში მინდა. ბელინგი არა რაღაც სხვა მინდოდა. კაი გააგზეთ და გამახსენდე. შენ ასე თქვა გინდოდა ინგლისზე და ყველაზე მეტად ინგლისისგან რასაც არ ველოდი და რამაც გამაკვირვა რა, ანუ მართლა თქვენთვის არ იყოს მესამე ადგილს უმიზნებდა თუ ხელი? ანუ გათვლა რა ქონდა რომ
ამ ფეხბურთით რაც მესამე ადგილს იზამაშა ის რომ არგენტინასთან ეთამაშა ფინალში გავიდა და უპრობლემო. ძალიან მარტივად გავიდა, მაგრამ თუ ხომ არა გააკეთა აჩუქა ფინალში. გოდონმა გაიტანა გოლი და მთელი ინგლისი აი ეს 18 მეტრიანი ავტობუსი დაადგა გაწელა იმამდე რა საჯარის გოლი მაინდა-მაინც გოლები რო არც ეც არ უხარობდათ. არ იყო თამაშის წინაც უთხამდეს ყოველ გამოსულა და ხო, მაგრამ ბიჭო, მოტივაცია არა გვაქვს. იმაში ხო გემატება, დედააქტირებული, აშე ანგარიშზე გოლები ხო გემატება სანაკრებო დონეზე. ბესოს მაგდონის ფეხბურთელებს უზბეკეთს რო უტას რონალდო გოლსები და ეს რონალდოა და ეს სხვა არის. მე ბატეს ახლა ფინალი ქონდა მიზანში, მესამე ფინალს დებდა ზედიზერ და ხო და არ არის ხო საერთოდ მესი გახდა პირველ ფეხბურთელი, მაგრამ სამი ფინალი დაიწყო სასტაფებმა. კაფუსაც არ ქონია, კაფუ არ მოვიდა სამი. ასე რომ ერთ სიტყვით ბესოს სიტყვას გავიმეორე ინგლისის ნაკრებმა ჩაჯმული ფეხბურთია აკჩვენა ბუდიში ჩვენ გავუძო ქვეშაჯიმია ფეხბურთი შედეგი რაც დაიდო მესამე მოდი ბაქვესაჯიობით არა მესამე ადგილი კიდე კაი შედეგია მანამდე არ უთამაშეს ეგრე თორე მესამე საზრდადება მიუხედავად უხელს ისე ვიტოვებენ მერტმა მშვიდობაში მოგახ მე ჩემი ბიჭო იწე კი ბატონო მაგრამ მე მაგაში ვიტყვი მიუხედავად უხელის კრიტიკოსებს რაღაც კონჩი გეთანხმებით მაგრამ იმასაც ვიტყვი რომ ხორვატიასთანაც კარგი იყო ინგლისი მექსიკასთანაც კარგი იყო არგენტინასთან უბრალოდ ერთი თუნდაც რატომღაც გაახსენდა რომ მოდი ახლა უკან ჩავდგეთ აი ეგეთი მწვრთნელები უფრო კარგად გამოდგება აი მეორე ხარისხოვან გუნდებისთვის idеალურია რა იმიტომ რომ ჩელსი ლიგა და ხო ჩელსი აი მან ბელფიკაში მოიხა მოურინიო რო იყო მაგალითად ბოლოს სანავიაში წამოვიდოდა იცი რა ხო მაინც ვერ მოიგო როგორც ვიცი ეს არა ბოლოს ვერ მოიგო მაგრამ თამაში მოგების სერიები ქონდა ძალიან ბევრი რა მიად ოდი ისე მოხდა რომ ეს ვიცი იყო იმადაც არაგებდა რა და თორე იდეაში ძალიან კარგი სეზონი ჟოზეს რო გაეწყო შეიძლება მოვიგო ხო ძალიან კაი ჰქონდა რა ეს მივიდა და ხოდა ჟოზე რა სიზავს მონაკომას აქვია ბელფიკას წაგება არ ქონია ესე იგი მასეთ გუნდებში არის იდეალური რა ტუხელზეც იგივეს ვიტყვი რა ეგ რო წავიდეს სიტყვაზე ცოტა ისეთ გუნდში ან ნაკრებში რომ სადაც არ არის რა გრანდი და რაღაცა უფრო გაამართლებს ვიდრე ინგლისს მithumedes არ ეკადრება ეგეთი ფეხბურთი აგეთ წინაზე იყო ის ადამიანი ისიც გაუშვეს მაგის გამო რომ ესეთ ფეხბურთს ათამაშებდა და კიდე იტოვებთ კაი ეხლა ვაფშე ყველაზე მაგაზია როგორ ამორინი მიიყვანეთ ინგლისში არ ვიცი რა აღარ მაინტერესებს კაი ეხლა ერთსაც ვიტყვი და მე რა ვიცი კიდე მასში კიდე მინდა ოლისეს ფაქტორს შევეხო მე წინა ვიდეოში აღვნიშნე კი იქ ეხმარება დაცვაში ბიჭებს მაგრამ ძალიან სუსტია დაცვაში აი გინდა ისე თქვი აი რა ადეკვატურად მოძრაობდა მეორე გოლის მინუტში პირველში ძალიან ცუდად იყო რაღაცა სადგას როგორ დადის რა ასაკეთებს გოლის რა მომენტები აფუჭა ზოგადად ჯერ მარტო აი თუ გახსოვთ თქვენ ბუდურო უტას ბაიერს გოლს როლისეს ასუშვება ვინ აქრობს ერთი მოძრაობა ეგრე არ არის ეგრე მარტივად არ უნდა გატყუებდეს მაინც შენი არა მაგას ვერ მოთხოვა არა რატო ყვარას ეგრე მარტივად გატყუე ყვარა არის გამონაკლისი აგერ შენი არ ქვია ბაპე და ის ამოისვა რიბერიმ რა უქნა იმას არ გახსოვთ მესის ხო მაგრამ მესიც ახლა ეგეთია მაგრამ ის ვერ მოთხოვ მაგას რა მაგრამ ვერ იტყვი რომ არ ჩადის და არ ეხმარება უბრალოდ არ შეუძლია ამანაც მაგარი გამახსენე ხა პაპე და არ დაგვილე არა აქ იმდე თვითონ გამახსენე ხა ყვარა შემახსენე და ხობა დაცვის ფეხბურთი არ არის მცველიო და ყველას არ არის მცველი ფეხბურთში არსებობს გამონაკლისები როგორი გამონაკლისის არის და იყო მესი შულო რომ ყველგან იყო და ყოველთვის გუნდში რონალდოც ყველგან იყო მანჩესტერში ყველგან იყო რეალშიც რეალ თავიდან 9 ნომერი როცა იყო დაცვას მაშინ ყველა ყოველთვის ეხმარებოდა მე ყოველთვის იმას ვაკეთებ სოფლიო ჩემპიონატი დამთავრდა მაგას მოუწევდა სოფლიო ჩემპიონატი დამთავრდა ყველაზე დიდი გულისწყივილი რაც ამ ერთი თვის განმავლობაში მე მქონდა ის გულისწყივილი დამიბრუნდებათ და ყვარას თამაშებს ნახავ და უბედნიერესი ვარ იმიტომ რომ ჩემი აზრით მართლა დააკლდა ამ სოფლიოს მაგაზე გადავალ ჯერ სოფლიოზე ვილაპარაკოთ კიდე რაღაცეები მოდი დავიწყოთ ახლა სოფლიოს გუნდი ავაწყოთ საუკეთესო 11-ეული ჩვენი ვერსია შევქმნათ მეკარე ძალიან ძნელია მე პირადად უნაისიმოს არ დავასახელებდი და ბევრი მეკარე გამორჩეული იყო ყველაზე მეტად ვინც დამამახსოვრდება ამ სოფლიო ჩემპიონატიდან მეკარებიდან ვოზინია თავისი ისტორიის და ყველაფრის თავისი ყველაფრის ძალიან მაგარი გათვალისწინებით
თუმცა არაერთი კაი მეკარე იყო და არაერთი მაგარი სეივი ვნახეთ მაგალითად თუნდაც იგივე ინგლისი კონგოს მეკარემ ძალიან მაგარი ბურთები აიღო და ასე შემდეგ უამრავი იყო უნდა ისიმოს ასე რასაც ქვია მოგერიებებით რო ავიღოთ არ ყოფილა ყველაზე მაგარი მაგრამ როგორ გინდა კაც ტურნირზე ერთ გოლს უშვებს და ის რო არ ჩააყენო კარში ამიტომ უნდა ისიმო კაი მეთახვებით ერთ იმას პარალელს გავავლებ მაგაზე რა მაგის ვიდეომა გაზიარებული ადევს არა კაპევერდეს მეკარის რა ადევს კეცბაიასის ორის და თავზე აქ საფრანგეთი ესპანეთის რა ორი ფოწაგო და თუ ძალიან მაგარი ყოფილა რა სკოლოლით თამაშა და ახლაც დაედება მაგრამ ამ ფინალის ფერს დაედება არგენტინის ფინალი მარცხენა მცველი კარგი დავიწყოთ მარცხენა მცველით მე მან კონკურენტად ერთი კანდიდატი ვყავს რა ვქნათ ახლა ისეთი დაცვა ითამაშა ესპანეთმა ვერ გაიქცევი მაგას და მარკ კუგურეია კუგურეა თავისთავად მოდი ცენტრალურს მე ვიტყვი რა დაუთ მარცხენა ცენტრი აქეთ არა მარჯვენაზე აი მარჯვენა ყველამ ვიცით კუბარს რა თქმა უნდა აუ კუბარს MVP და ყველაზე მეტად აი ზოგს არ უყვარს რა ეხა აი არის ჯახერა ბანსა არ მაინტერესებს ეს ბანსა არის არა მეშლობა კაცო გუშვა იმდენად შემოყვარა პაულ თავი იმდენად ლამაზი ფეხბურთი აქვს შენა რომ პაულს ვიტყვი და ვერავინ ვერ იტყვის რომ აი პაუ რატო კი პაუ კუბარს ალტერნატივად და ცენტრი ლაპორტი ალბათ გვერდზე დავქნათ მოგვის ვინაიდან საუკეთესო იყო ესპანეთის დასვაში მოდი ქართულ ესპანეთი ვიცი და მარჯვენა მცველი ესპანეთიდან ამოვიდა და მარჯვენა მცველი და მარჯვენა მცველი და მარჯვენა მცველი ვის გამოარჩევთ თან მალე გავარდა ჰაკიმის ვიტყოდი მე მაგრამ ჰაკიმიც ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე იმით კოლუმბიელმა მცველმა ორმა ნომერმა მაგრამ ეგეც ადრევად გავარდა თორე მაგას ვიტყოდი უნიოს აუ მე შემოგთავაზებთ მაგრამ ეგ მე მგონი ეგ მარცხენა მითხარი ვიდეო და გეტყვი მარცხენა თუმცა მოიცა ძალიან სასაცილო სახელი მარგეტინასთან აქეთ მარცხენა ისე აქეთაც იგია ხოლმე experience ინა ჰაიტის ფეხბურთი არა ჰაიტი არ ვიცი მაგრამ მართლა მე სპენსი ძალიან სპენსი არა საფრანგეთს ისეთი არ ამიყოლია მაგრამ კუნდეს არ ქონდა ისეთ ჩემპიონატში მე სიმბოლურში მოვახვედროთ თავის შეიძლება ვწდები არგენტინის რო ავიღოთ არც ერთი ფლანგის წველი არ უარგოდა და ყველა რეალურად პრობლემური იყო და ერთი შევა უჩო ისიც მეტნაკლებად რა ეგ ცენტრი მე ფლანგის წველზე ხოდა ვის შეიძლება დაასახელო ჰაკიმის თუ დაასახელო რა ხან ყველა ესპანური არ გვინდა მოდი ჰაკიმი იყოს კი ცოტა ესეთი ტიპიც ხონდეს ახლა მან დახლა ერთი კაცი ალტერნატივად როდრი არის შეუძლებელი ეგ სამილა დატოვა მაშინ თორე მარტო როდრი მე იგივე იქნება რა უნდა და აი ეს პედრი ის პედრი პირიქით სხვათა შორის კომენტატორის აღწერა პედრი იმდროა მოაგდეს შემოგგანობიდან რომ როდრი ხელს უშლიდა ოლმო უნდა ყოლდეს მივიდეთ ოლმოს პოზიციამდე ჯერ როდრი ალტერნატივად მოხდეს მაგონში გუშინდელ თამაშამდე რო ეკითხა გუეჭველი ედსო ფერნანდესაც შევიყვანდი მათ იმიტომ რომ კაი ჩემპიონატი ხონდა ეგვიპტესთან მაგის გოლით გავიდა გუნდი ინგლისთან გოლი გაიტანა მოდი ხوار დავდოთ ბოლვაპატიოთ გუშინდელ წითელი და იყოს ენცოს თან ფინალი დადესა მოდი იყოს ენცოც იყოს ერთი ვაპატიოთ გუშინდელი გვიძგევასებად იმას დავასებაზე არა არგუმენტებს გამოდის ნახევარმცველი არის მაინც მესამე ჯუდი მე დავაყენებდი მოკლედ მე ასე დავაყენებდი ჯუდი როდრი და ენცო შეტევაში იმდენი ბევრი მაგარი ფეხბურთელი ნახეთ იმდენმა კარგი თამაში დადო ნუ მე სამივეს დავასახელებ და მე თქვენ ვინც გინდათ ამოიღეთ ვინც გინდათ მე დავასახელებდი ბაპე აქეთ მესი და შუაში კეინი ჩემი ვერსიაა ის ხოს ვერაცველი ანუ ორისე არ შევიყვანოთ ისე ორისე დავსაჯე ის გამო რომ ნახევარდაცვაში ნახევარფინალში ეგვიჭი გაქრა სხვა მხრივ ორისეს იდეალური დემბელეს კაი იყო მაგრამ დემბელე რომელიც ზოგადად მესის ბაპეს თუ კეინის არა ისევ კაი ბევრს ქონდა კაცო კაი თურმე იმასაც ბაპე კეინი მე ბაპე აქეთ მესი აქ შუაში კეინი მე ასე ხო თორე დემბელესაც ვინისიუსაც კაი ქონდა სანამ გავარდებოდა და ჰალანდი ძალიან მაგარი იყო კაცო ჰალანდი ხوار დაგვეყენე კეინის მაგივრა
ეგ ერთადერთი ეგ შეიძლება მაგრამ ახლა ნორვეგია და თან ბრაზილია გააქვს. ბიჭო თან იმენაში მკვლელის ინსტინქტი აქვს იმენ. ხო, მაგრამ კეინი რო ძალიან მაგარია. გინდა კეინია. არ ვიცი. მეგობრებო, ჰალანდი თუ კეინი ეგეც დაგვიწერეთ თქვენი აზრით ასაშორის მაგაზე კეინმაც ესაც კითხეს პრესკონფერენციაზე შენ თუ ჰალანდიო და ცი როგორ უპასუხა? განსხვავებული სტილის ფეხბურთელები ვარ და განსხვავებულად ვაზრუნეთ მოედანზე. ეგ არის და რა მართლა დაგვიწერეთ. ჰალანდი არის ტარანული ფორვარდი, ძველი ყაიდის ფორვარდი, კეინი არის თანამედროვე წლიანი, რა, უკან რო ჩამოდის. ასე რომ დაგვიწერეთ კომენტარებში ჰალანდი თუ კეინი. დაწერეთ. აბა რას ვფიქრობთ ამ გუნდზე? მე ესაც დაგვიწერეთ და მოდი ახლა ზოგადად შევაჯამოთ. რა დაგვამახსოვრდება ამ სოფლიო ჩემპიონატი და ვინ დაგვამახსოვრდება? ასე შემიძლია. მოდი, ყველაფრის და მიუხედავად ვინ გაგვიჩვევა იმედი, ვინ გაგვაოცა და ასე შემდეგ. იმედ გაცნო გამოგეწოდა რა დაგვამახსოვრდა. ყველაზე მეტად მაინც მოდი კაპოვერდეს ვიტყვი. რომ ის იყო რა ქვია ახალი ხილი იყო მაინც კაპოვერდესთვის ეს სოფლიო ჩემპიონატი მართლა კაი შთაბეჭდილება დატოვა ყველაზე მეტად კაპოვერდე მომეწონა. იმედ გაცრუებას არ ვიტყვი მოდი. მოდი ვიტყვი ყველაზე ცულს რა ანუ როგორ ვიცხარ ყველაზე ცუდი შთაბეჭდილება ვის დატოვა? პარაგვაი. შეიძლება. გუნდი და ნაკრები რომელმაც ფეხბურთი მოკლა. კიდე ფეხბურთელი თუ ვინმე იყო აღმოაჩინა პირველად. ფეხბურთელი იყო. ფეხბურთელზე გამახსენდა მართლა. მოდი ისევ იმას ვიტყვი, ოზინიას ვიტყვი. 40 წლის ასაკში ტიპმა კარიერა შეიქმნა. იმედ გაცრუებას ვერ დავარქმევ სეზონის მიუხედავად. თუმცა მაინც ვიტინიას ვიტყვი. მაგრამ ბოლომდე იმედ გაცრუებას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ პორტუგალიას, მაგრამ იმედ გაცრუებას ვერ ვიტყვი ჟუაუზე, მენდესზე და ვიტინიაზე, იმიტომ რომ იმდენად გადახასველი სეზონი ქონდა. მენდესმა ტრავმა მიიღო, თორე იდეალურად ნახოთ ეხა იყო დაბრუნდებიან კლუბებში, აბა როგორ ითამაშა. ახლა დაისვენებენ და თან სხვა ფეხბურთს ამაშობენ. კლუბში სხვა ფეხბურთს ამაშობენ. სხვა ფეხბურთს ამაშობენ. იქ ხო იცი როგორც იქნება, პარი სენ-ჟერმენზე თუ მიდგა ლაპარაკი, მათ ხო იცი როგორც იქნება. ისე მიმიქაროს ესპანეთის. იქ მიგდავენ. არანაკლებს თამაშობს ესპანეთის პარი სენ-ჟერმენი. ავა პასი კვარაცხელიაზე მოტეხა ეს ოლისე დაარტყა კარში ერთი დუე იქეთ. დუე ძალიან დააკრიტა ამ მუნდიალს ყვარას. ხო, ეგ თავიდან ვიტყვი ჩვენ. კიდე რა სიტყვები? კიდე ყველაზე მეტად. აი, ყველაზე მეტად რაც არ მომეწონა ამ მუნდიალზე. აი ეს წყლის შესვენება იყო რაღაც იმედი არავინ არ მიგაძავს არასდროს. ხო, იმიტომ რომ ეს წყლის შესვენება დაინერგა წინა წელ. ხო, მადლობა დიდი. წინა წელს სოფლიო საკლუბო ჩემპიონატიდან წამოვიდა ეს ტენდენცია და იმედი მაქვს რომ ბოლო იყო ეს, იმიტომ რომ მართლა აღარ მაქვს სურვილი რომ აი სადაც 23 წუთზე თამაში ჩერდება. სხვა რაღაცა მივიღეთ რეალურად რა. ფაქტია ახლა. რაღაცა იცვლება მე მაგით. გინდა არ გინდა. და ორი სიტყვით შევეხები კიდე გუშინდელი მუნდიალის half time breaks, half time show. ეგ მოგეწონათ ახლა? ჯერ ხალხო ჩემამდე არ დადის მუნდიალს როცა ეხება საქმე და სოფლიო სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირს რო საქმე ეხება. ჯერ ერთადერთი კარგი რაც იყო ალბათ მაინც შაკირა იყო და აი შაკირამ გამოაცო. შაკირაზე გამახსენდა ახლა. შაკირამ კომიტეტი სოფლიო ჩემპიონატი ითამაშა, ვიდრე ხერარ პიკერ ისმა მეუღლე. ესეც არის აღნიშნოთ და ყველაზე ისეთი რაც იყო რა, ანუ ისეთი ხალხი გამოვიდა. ლეგენდებია. იმაზე რა ქვია ჯერ ტომ კრუზმა რო გახსნა. ჯერ ტომ კრუზმა რო გახსნა, მერე მადონა რონალდინიოსთან და კიჭა რონალდოსთან ერთად გამოვიდა. მერე ისინი რო იყვნენ რა ქვია. ჯერ UFC-ს და იმის ისინი. ხო. ერთი რაღაცა ვერ გავიგოთ, ეხლა ცოტა მუსიკალურ ინდუსტრიას მოგვიწევს რა შესაძლებლობა. მაინც ეგენი გამოვიდნენ. ანუ ხალხო გამაგებინეთ რა შუაში არის BTS. რა შუაში იყო ჯასტინ ბიბერი, რა შუაში იყო თუნდაც რა ვიცი ბიჭო, ისეთი ხალხი. აი შოუ სპიდი გამოვიდა და იმღერა. კლოუნია. მაგრამ BTS-მა რა გინდა, წინა მსოფლიოზე ცუდი იყო ის Dreamers-ი, ჰიმნი. 2020. მე ის BTS არ ჩაუწერია. BTS-ის სოლისტმა ჩაწერა. ხო, მე რა გინდა. რა ვიცი, ჩემს ყოველ არ გევასება არა, ანუ სოფლიო ჩემპიონატი ცოტა სხვა სხიბლი უხდება რა, ანუ
შაკირა იგივე თუნდაც შაკირა თუნდაც აი რო შევადაროთ ეხა არა შაკირას არც ვადარებ კაცო რო შევადაროთ ეხა 2010 წლის მუნდიალის სიმღერა წლევანდელს აი ხო ის იქნება არ არის წლევანდელი არ არის ყველაზე ცუდი და ერთადერთი მომეწონა შაკირასი 18 სიმღერა აი ყველა მასეც ეკო ზოგახვიდი გარეთ იმე 2018 საკეთებს და ტიკტოკებს არა ცუდი ეს სიმღერა ცოტაში უბრალოდ ვაკავაკა სხვა თემაა ხა ის სხვაგანაა ვაშო waving flag 2006-ის ვაკავაკა 98 სიმღერა სხვაგანაა სამივე კაცო მაგას არც ვადარებ არა არც ეს არ იყო ცუდი ახლა ეგეთი კიდე Dreamers-ით ძალიან кайიყო BTS როდეს არ ვიცი კიდე ერთი იმას ვიცი ანუ ამ სოფლიო ჩემპიონატმა რა მომცარა ანუ რა შთაბეჭდილება დამიტოვა ისი მოდი კიდე ერთხელ შევეხები და მე ჩვენ მაღაზიას ასაუბრების გვაქვს ხახო არა საფეხბურთო ქვეყანაში ჩატარებული სოფლიო ჩემპიონატი და პირობები როგორც ის ფეხბურთელებს მოუწიათ თამაში გაახტენს ძალიან მარტივი არ არის მარტივი მექსიკაში აი სიმაღლეზე თამაში მექსიკა არა საფეხბურთო არა მექსიკაზე არ ვამბობ ამერიკაზე ვამბობ რა მაგრამ მექსიკაში სიმაღლეზე შენ ფეხბურთი ითამაშო და მე მარადონა ხო ითამაშა კანადაზეც იგივეს კანადაშიც ხო პირველად ოკეი ითამაშონ ჯობია ახლა იქნება მომდევნო საფეხბურთო ქვეყნებში ესპანეთი პორტუგალია მაროკო აი იქ იქნება არგენტინა ითამაშებს თავის ჯგუფს და ურუგვაის ახლებში ინფორმაცია რომ პირველი მსოფლიო მაგათ ხო ურუგვაიში იყო კიდე რა ვთქვათ აბა ამ სოფლიო ჩემპიონატში დავიწყებ ახლა მე ჩემს ის დავიწყებ ბოლოსში პირველ რიგში მთლიანად სოფლიო ჩემპიონატში ვახსენებ მაშინ პირველ რიგში მთლიანად სოფლიო ჩემპიონატში შევახსენებ ესა ბოჭერი და თავიდან დავიწყებ ისიც ისმის რო იცოდე ხოდა მაგიტომ ის ამოიჭრება კარგი დავიწყებ მაშინ შეფასებას მე პირველ რიგში მთლიანად სოფლიო ჩემპიონატზე ვიტყვი რომ არ იყო ცუდი ჩემპიონატი მე იმ მოსაზრებას აქვე ვიტყვი რომ არ ვეთანხმები რომ ეს ყველაზე საუკეთესო ჩემპიონატია რაც კი ოდესმე ჩატარებულა ჩემთვის არ იყო ეს ყველაზე საუკეთესო ჩემპიონატი რაც კი ოდესმე ჩატარებულა მაგრამ არც ცუდი ჩემპიონატი არ ყოფილა კარგი ლამაზი ჩემპიონატი იყო ნორმალური დონის არც ყველაზე უარესი მაგრამ არც ყველაზე უკეთესი ჩემი აზრი ასეთი გუნდების გაზრდილმა რაოდენობამ ჩემი აზრით მაინც ძალიან ბევრი ისეთი გაწელა უბრალოდ ტურნირი და კაბო-ვერდეს თუ არ ჩავთვლით და კიდე რამდენიმე გამონათებას იქ იორდანია იყო ერაყი თუ ისინი არავის არ ემახსოვრება და უბრალოდ უაზრო დამატება იყო კურასაოს მივადი კურასაოს კიდე არ აუშავდა მაგრამ განსაკუთრებით ერაყი და იორდანია კაციშვილს არ ემახსოვრება ამ ტურნირზე თუ იყო უბრალოდ გოლები დააგროვეს მაგალითად ფეხბურთელებმა დემბელემ გაიტანა ფორცოვი არა ბატონ გაიტანა რამეჩელობა ის გაიტანა გოლები აგროვეს უბრალოდ მასად გუნდებთან ფეხბურთელებმა რომ გავაგრძელოთ ახლა თავარი გუნდი და ალბათ ამაზე დავაცავდეს ესპანეთის ნაკრებმა ფანტასტიკური მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარა რაც მე მახარებს რვა ბარსელონელის წარმატება შემტევი ფეხბურთის წარმატება მაინც ესპანეთის ნაკრები ფინალში გორი ბარსელონას ფეხბურთელმა გაიტანა ჯერ კიდევ ბარსელონას მოქმედება ფეხბურთელმა და ვალენსიას აღზრდილმა ვალენსიას ყოველთვის კაი ფეხბურთელებს მოხდა რომ პორტუგალიამ ურუგვაიმ და ასე შემდეგ თურქეთმა და ბელგიამ ვერ ითამაშეს თავისი ფეხბურთი და ამის გამო მოხდა რომ არგენტინა ასე მარტივად მივიდა ნახევარფინალამდე მარტივად არც ერთის მაინც გაიქთულეს საქმე კვანერვიულეს იყო დრამები მთელი ამბები და საბოლოო ჯამში ლოგიკურად დასრულდა ყველაფერი არგენტინას ამ ჩემპიონატის მოგებას მე არც უწინასწარ მეტყველებდი მეგონა რომ ნახევარფინალი იქნებოდა მაქსიმუმი მაგრამ საბოლოო ჯამში მივიდნენ ფინალამდე და ნუ იქ ცოტა იმედის გამიცრუეს წააგეს წაგებით არ გამცრუებია იმედი იმდენად რამდენადაც იმ ფეხბურთით რაც ითამაშეს ფინალში რაც შეეხება დანარჩენს რომ გავაგრძელოთ ახლა ტურნირის ძალიან ზოგადად კარგი ტურნირად ითვლება როცა რამე ახალს აღმოაჩენ ახალი ამ ტურნირზე ბევრი ვინმე აღმოაჩინა მე პირადად და ბევრი რამე მაგალითად ჩემთვის ეს კაბო-ვერდეს ახალი ხილი იყო ასეთი კარგი ნაკრები თავისი ვოზინიათი ძალიან მომეწონა კოლუმბიის ნაკრები ცოტა არ გამომართლათ იქ და უცნაურად გავარდნენ შვეიცარიას მომეწონა ფოტოშურით და იქ ემბოლოს ვარ მოეგონებინა იქო ჩატოვებდა რომ გონია იმ არგენტინას მაგრამ ხო შვეიცარიამ გაიჩალიჩა თორე ისე იქამდე კარგად გიარეს მანზამბი მომეწონა ძალიან შვეიცარიიდან იგივე ასევე მომეწონა კოლუმბიიდან მუნიოსი ძალიან მომეწონა მაროკოს ნაკრებზე რო არ თქვა არ შემიძლია და
იქ უნდა გამოვყოთ ის ბუადი ძალიან კაი ბიჭია და იმედი მაქვს რომ ტაციაობა წავა მაგბილში და კაი გუნდში აღმოჩნდება და განვითარდება მისი კარიერა სწორად. მოკლედ სოფლიო ჩემპიონატმა ახალი სახეებიც გვაჩუქა. როგორც კარგ მუნდიალებს ჩვენიათ ხოლმე. იმედგაცრუება იყო გერმანიის თამაში, ბრაზილიის, ნიდერლანდების. იმედგაცრუება იმ ხრივ არა რომ არ ველოდით. უბრალოდ თლად ასე თუ ჩაისრიდნენ ასე რომ ვთქვათ ეგ ნაკრებები მაინც არ ველოდით. და ცოტა მაგ ძალიან იმედგაცრუება იყო თურქეთი როგორც ჩარჩა ისე რომ ფაქტობრივად ორი ტურის მერე უკვე ჩარჩა. ეგეც დასამახსოვრებლად დარჩება. საუბრალო მაგარი გუნდი ყავდა. მასპინძელმა ნაკრებებმა პრინციპში კარგად ითამაშეს და ერთად გავარდა სამივე პრინციპში იმ დროს როცა ლოგიკურიც იყო მათი გავარნა და იმ გუნდებთან როცა ლოგიკური იყო და გავარდნენ და აიმე სენსაცია ზედმეტი არ ყოფილა არც ერთისგან. რა ვიცი, როგორც ფეხბურთის გულშემატკივარმა ბევრი საინტერესო რამე ვნახე. თავარ აღმოჩენა გუნდად მაინც დავასახელებდი კაპოვერდეს, იმიტომ რომ მოულოდნელი იყო მაგ გუნდისგან. ასევე ნორვეგია ვარ გამოვყოთ და მისი ასე შორს გასვლა და თავის ჰალანდით და თავისი ოდეგორით და ნუსათი და ამ ნიჭიერი თაობით არ შეიძლება და ერთი-ორი სიტყვა არ თქვათ მაგაცაც. აფრიკულმა გუნდებმა ტრადიციულად ვერაფრით დაგვამახსოვრეს თავი მაროკოს გარდა, რაც პრინციპში ხშირად ხდება ხოლმე, თუმცა ეგვიპტეც არ იყო ცუდი და იქ არგენტინასთან მართლა პატარა გუნდის სინდრომი და რაღაცა. ობა მაიგო შეეძლოთ რა. კი, ეგვიპტესაც შეეძლო, მაგრამ სენეგალსაც იგივე დაემართა ბელგიასთან მოგებული თამაში წააგეს 91 წუთზე. და პირველი ტაიმი რა კარგად ითამაშეს. 104 მატჩი ვნახეთ მოკლედ მუნდიალზე. ყველა ვერ ვიტყვით რომ დაუიწყარი იყო, მაგრამ იყო ისეთები, რომლებიც დიდხანს გვემახსოვრება. ნახეთ ისეთი დიდი ფეხბურთელების ბოლო ცეკვა, ასე რომ ვთქვათ, როგორებიც არიან ლუკა მოდრიჩი, ნეიმარი, კრისტიანო რონალდუ, აქეთ მოჰამედ სალახი, ლიონელ მესიმ ახლა დაგვემშვიდობა დიდი ალბათობით და მეც სოფლიოს არც ის ითამაშებს და ძალიან გამორიცხული მგონია. კოპას მაინც ითამაშებს. არ ვიცი. სკალონი თუ წავიდა ახლა მართლა მე შეიძლება აღარც ითამაშო. ხო, ფეხბურთელებიდან ასევე ესპანეთის ნაკრებიდან, სხვა რა უნდა ვისაუბროთ, კუბარსი იყო ჩემთვის მართლაც ვიცოდით ეს ბიჭი რომ ნიჭიერია, მაგრამ ამ დონეს თუ დადებდა არ ველოდი. პირიქით მეგონა სუსტი გოლი არ გამოდგეს ხო ნაკრებში, თუმცა როგორც ჩანს ეს ფლიკის ბარსელონას გამომეგონა, რომელშიც ვერ თამაშობს ეს კაცი. ფლიკის ბარსელონაში ვერ თამაშობს ვერავინ დაცვაში და როგორც ჩანს ეს ფლიკის ბრალია. და რაღაცები შესაძლებელია, ამ ჩემპიონატმა ეგ აჩვენა. დანარჩენი რა ვიცი, თუ რამე გამახსენდა, მიდი შენი ლაპარაკე და მეც დამამატებ. აი, მეც დავიწყებ თან ტელეფონით ჭდება და დავასწროთ. დავიწყებ იქიდან რომ გახსნით დავიწყებ. მეც დაგეთანხმები რომ ვერ ვიტყვი რაღაც გრანდიოზული იყო, მაგრამ ცუდიც არ იყო რა, მისაღები იყო შაკირა. ფინალის გახსნას. გახსნა. ანუ ვაფშე თავიდან გახსნა. მაგ ხო გამიქი. ძალიან კარგი იყო. შაკირა მოკლედ მოინათლა მუნდიალების იმას რა, გოგო დიმენა. აჯენს და ისეთ რო ხალხი იტაცებს მე და ერთი ამარი. ეხლა გადავალ უშუალოდ იმ ატმოსფეროზე რა სტადიონებზე ხდებოდა, რამდენი ცნობილი ადამიანის სახე ვნახეთ ტრიბუნებზე, მათ შორის ისეთი რომელიც ანუ შეფუთვა კარგი იყო ამერიკაში ეგ არის. კი, ეგ არ ეშლებათ, კი. თან ისეთი კაი სისტემა იქ, სტადიონები კაი აქვს რა, ძალიან კაი სტადიონები აქვს. ერთი თამაში იყო ბელგია, ესპანეთის თამაში იყო, ის რო ესწრებოდა. ბრედ პიტი ესწრებოდა მაგალითად, ეს ათვალეებით რა. ნიჯაგერი ასევე და შევეხო მუსიკებზეც არაჩვეულებრივი საუნდტრეკები იყო ხოლმე განსაკუთრებით ბონ ჯოვი და განზ როუსები და ეს ძალიან კარგი იყო. ეგ არ ეშლება. კიდე აქვე მე დამამახსოვრდა ორი ფეხბურთელი, მაგალითად ზოგადად ევრო იყო, მე მგონი 2008 იყო ან 12 იყო. შვეიცარიას ყავდა ძალიან სასაცილო სახელით ფეხბურთელი. არის იცნობელი თამაში იყო, თურქეთს ეთამაშებოდა თვალსწინ, მაგარი წუმა რო დაუშვა. სტადიონზე რო წყალი გუბეები რომელიღაცა იმაში იყო რა და მანდ იყო ეგეთი თამაში და აგებს შვეიცარია და ვისა შესვლაზე შემოყავთ სახელად ჟიგაქსი შემოვა მე ისე მოახდინა 5 წუთი რაღაცა ითამაშა და წითელი მიიღო და არ მოიდგინე ფულს არ შეხებია საერთოდ რატო ვიძახი და ეგეთი ფეხბურთელებიც გვამახსოვრებს თავს რა ხა მაგალითად აი წეღან ვთქვი ერთი სახელი ჰაიტის ფეხბურთელები ორი დამამახსოვრდა experience-ი ნოს გამოცდილება და მაგ მეტყველი გვარი აქვს და მეორე იყო providence. ეს
ის არის მცველი არის და პროვაიდენსი ნახევარმცველია რა წინაზე წაწეული და ერთმანეთს ძალიან კარგად ლამაზად ახდება. ესეთი რაღაცების დამამახსოვრდა მეტი ადამიანი. ლენინი არ დამამახსოვრდა თემგული და ოღონდის ლენინი არ არის. ის გვახსოვს ის ბარადიური ზიდანი რო კარებში იდგა ეგეც ახსოვს. ზიდანი კარებში იმისი ყვარაცხელიასთან ერთი გვარი რო ქონდა რა გვარი იყო ყვარაშელი. რაღაცა არასხელია თუ რაღაცა კიდე ხო, ნუ ის იმედ გაცრუებაზე რომ მე წეგანაც გითხართ სამ ვიდეოს ჩავთავდით რომ აი ეს პორტუგალიის ნახევარდაცვა როგორც არის ვაზე ესპანეთის ნახევარდაცვა იქ როგორ კარგად ერგებიან ერთმანეთს და აქ ჩემგაზის როგორ არის წყალი და ზეთივით არიან რა და კი გადაღლილობა მესმის კი ის მაგრამ აი შეუთამაშებლობაც აქვს ერთმანეთში რა მაგალითად იმედ გაცრუება გააკეთა გუნდი ვერ შეიკრა თურქეთიც იმედ გაცრუება იყო ნუ იმას ვიტყვი რომ დამსახურებულმა მოიგო რა ესე ვიტყვი ესპანეთი მაგრამ საოცარფეროთი ითამაშა და ზედიზედ ევროპას მიაბა მსოფლიოც და შეიძლება გაიწიოს მომდევნო ევროზეც არ ვიცი სიასთან არაფერს ვიტყვი მაგრამ არც მაგას გამოვრიცხავ საბოლოო ჯამში ვიტყვი რომ ძალიან კმაყოფილი ვარ რა მიუხედავად იმისა რომ დღე და ღამე ამერია ხო ეგ გავლაგდებით ხარობელია მაგრამ ნუ მაინც მის სიამოვნე ამ მუნდიალით ადლობა მაგრამ ის კაცი მეცადებს ინფანტინო ხო არავის არ ევასებას თქვენაც ხახსოვს მორჩი ამ ეტაპისთვის აი პორტუგალიაზე მეც ვიტყვი რომ ჩემთვისაც იმედ გაცრუება იყო და პრინციპში რო ვთქვა ხუთი ფავორიტი რო დავასახელებ სოფლიოში 4 აქედან ნახევარფინალი ითამაშა უბრალოდ არგენტინას ველოდი რომ ნახევარფინალში გავარდებოდა ნებირად არა ინგლისმა გაიჩალიჩა ინგლისმა თვითონ გაიჩალიჩა რახან საქმენი აღარაფერი გაქვს თუ მოვასწრებ ბოლოში და თუ არ დარდება ტელეფონი ნახე და კიდე ერთი რაღაცა მინდა შემოგთავაზოთ ჩვენთვის პარაცხელიას საკლუბო სეზონის მერე ძალიან აქტუალურია ოქროს ბურთის თემა რა და მოდი ოქროს ბურთზე მე რამდენად აკეთებ ოქროს ბურთზე რახან საუბრობ მე გთავაზობთ ასეთ რამეს ნუ საკლუბო ბურთიდან ჩვენ ახლა შეთანხმებული ვართ იმაზე რომ სუბიექტურები ვართ კი ბატონო ვისაც გინდა დაგვაბრალეთ მაგრამ პარაცხელიას გინდა რომ საკლუბო ბურთის მიღებით პარაცხელიას ვაძლევთ ოქროს ბურთს სიტყვაზე ეს შემეს თუ სუბიექტური აღარც არის ხო მაგრამ მოდი ახლა დროებით ერთი წუთი დავივიწყოთ რომ საკლუბო ბურთი არსებობს მარტო მსოფლიოთი რო წყდებოდეს დაასახელეთ ხუთი კაცი ვინ იქნებოდა თქვენი ფავორიტები შენ ხუთეული თქვი შენ მე ჩემსას ვიტყვი და მე შევადაროთ ყვარას კარგი დავიწყოთ მოდი დავიწყებ ახლა 10 გოლი გაიტანა მოდი კილიან მბაპეს ავიყვან ერთი მბაპე მეორეს ავიყვან ბელინგემს საცოდავია არა მეორეზე ვიძახდი და მაგ ბელინგემს შავსვავ მესი ნუ თავისთავად მესი შემოვშე პირველ ადგილზე გავიყვანო თემიდან შენ მეოთხეზე გავიყვან ცოტა აქეთ ნახევარდაცვაში წამოვიდით როდრის ფანტასტიკური სოფლიო ქონდა და მეხუთე მოდი ერთ ცველსაც ჩავსვო და ეს იყო კუბას კი ბატონო ჩემი ხუთეული ხო ეხლა ანუ იგივე სიზამბე ზუსტად ხო კაი მეც ვიტყვი მაშინ ჩემ ხუთეულს მესის მეც შევიყვანდი მაიკლ ოლისეს ალბათ მბაპეს ჰალანდს და ჰარი კეინს ამათ ვიტყოდი მე მეთქვა მაგრამ ის ჯუდი ჩავს ჰარი კეინს ვიტყოდი უეჭვენ მაგრამ თუ გავითვალისწინებთ კიდე მივაბამთ კლუბებში ვინ როგორ ითამაშა ჰარი კეინი აქედან ყველაზე გამოსარჩევია დაემატება იქ დემბელეს ვარიანტიც კლუბების სეზონში და ვარასთავარი ხო ხო და ვარასთავარი კონკურენტები ახლა უკვე შევადარო თავარი კონკურენტები ვინ იქნება ალბათ ჰარი კეინი როდრიც ამ ჩემპიონატის მიხედვით მაგრამ საკლუბო სეზონში როდრიც არ უარგოდა ალბათ უფრო კეინი უეჭველი თავარი კონკურენტი გონია დემბელეც იმიტომ რომ დემბელეზე ჯერ ერთი პიარიც წავა ძალიან დიდი იმიტომ რომ პარი სენ-ჟერმენი მაგას აპიარებს ხოლმე სულ ოლისე ნუ მესი ხუთეულში ალბათ მაინც მოხდება ნუ მაიამიშია მას ხო რახან პიარის თემა აქ დიდ როლს თამაშობს მე არ დავეთანხმებოდი მაგრამ იამალიც ზევით იქნება იამალიც იმიტომ რომ სოფლიო მოვიგო გინდა არ გინდა კი არ ქონია ისეთი სოფლიო მაგრამ პიარის თემა იმუშავებს იამალი იქნება ზემოთ მე ასე მგონი ბელინგემს რაც შეეხება საკლუბო სეზონი ძალიან არ უწყობს ხელს და არ ამგონია რომ კონკურენციაში შევიდა რეალში ესეთი ოლისეზაც იგივეს ვიტყოდი რომ ხო ფავორიტებში იქნება მაგრამ არ ამგონია რომ ხო მოკლედ ყვარა სერიოზული კონკურენტებია მე გამიხილავდი ჰარი კეინს ამ ეტაპზე იამალს დემბელეს იამალი და მერე დანარჩენ სხვებს პირველ ოლისე და იამალი ხო ამ ფეხბურთელებს თამამად შეიძლება ყვარა მოვაჯეროს
ნახოთ. კი, წინ კიდია მატჩები, იქ სუპერთასის ფინალია, იქ სანაკრებოა და ხო, თან PSG ხო, ნახოთ, რა ითამაშებს მოხდება. ასტონ ხო, ვილასთან და ნახოთ რა მოხდება. და რატომაც არა, თუნდაც 3-ულიც რო დაიდოს, რატო არა. შესაძლებელია სავსები. კი, ნუ თუ გავართ. ნახოთ. всё. მე მგონი მოვრჩით დღეისათვის სულ ეს იყო. ფორმულაზე დაგემშვიდობა. მინდოდა საუბარი. თუ მოასწრეთ, იქ ესე უბრალოდ. ტელეფონი ჯდება. კარგი. დღეისათვის სულ ეს იყო. დიდი მადლობა ყურებისთვის. გამშვიდობებით, გამოგვიწერეთ და დაგიბრუნდებით. ფეხბურთი ცოტა ხანი სრულდება და ვისვენებთ ფეხბურთი. თქვენი ვერსიებიც დაწერეთ. ხო, არ მოგერიდო. ჩვენ მე დაგიბრუნდებით უფასოა. ფეხბურთთან ერთად დაგიბრუნდებით. დაგემშვიდობებით მუნდიალთან ერთად დამთავრდა ეს ერთიანი პოდკასტებიც და მუნდიალიც. ხო, ამით ეს სეზონი ჩავამთავრეთ, შევხვდებით შემდეგ სეზონში. მომავალ სეზონამდე. ო, მუნდიალის არა. საკლუბოში. საკლუბოში შევხვდებით, რა თქმა უნდა, მსოფლიოს არ დაველოდებით. კარგი. გამომთავრო მე რომ მიყვარს ისე. არა. კარგად. კარგად, აბა, დროებით, ყოჩაღა. გავაკეთო. ილოცავთ ესპანეთის ილოცავთ ესპანეთის გულშემატკივრებს და ფეხბურთის გულშემატკივრებს ილოცავთ. გამსახურებულ ჩემპიონობას რა მოუწევს თქმა უნდა. ესპანეთი და წარმატებები დელაფოიდეს.